Diana Trapaidze, Vacho Sanaia, Nino Zhizhilashvili, საღამოშვიდობისა, ეს არის პროექტი პირველები, დღეს პარასკევია და აქ ამ სტუდიაში სტუმრებთან ერთად გასულ კვირას შევაჯამებთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, წინასაარჩევნო კამპანია კი ურთიერთ ბრალდებებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობს კვირის ბოლოს და არჩევნებამდე 16 დღით ადრე დღევანდელ გადაცემაში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის პირისპირ მართველი გუნდიდან ორი და ოპოზიციიდან ორი წარმომადგენელი ქართული ოცნება ჯაბა ჯიშკარიანი და ზაზა გაბუნია და ევროპული საქართველო გიორგი გაბაშვილი და ირმა ნადირაშვილი. გადაცემას დღეს ვახო სანაია და ლევან ჩხაიძე გაუძღვებით. როგორ გაგრძელდება ომეგა სკანდალი და რა სიტყვის გამოძიება? ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მინისტრებზე დიდი გავლენებით სარგებლობენ? გამოძიება კი მათი საქმიანობით არ ინტერესდება. რა პასუხები აქვს სახელისუფლებო გუნდის წევრებს, როგორ აპირებს სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მოგებას? სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რამდენიმე რეგიონში საჯარო მოხელეებს ცარიელ ბლანკებს ურიგებენ და ზურაბიშვილისთვის 10 მხარდაჭერის მობილიზებას ავალებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, ასევე დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე უნდა ჩატარდეს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია, უმძიმესი ბრალდებებით, გახმაურებული საქმეები, ომეგა ჯგუფის სკანდალი, ფარული ჩანაწერები და აგვისტოს ომის თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ წინასაარჩევნო პერიოდს. მაშასე სტუდიაში ვთხოვთ ჩვენს სტუმრებს, ზაზა გაბუნია, ქართული ოცნების წარმომადგენელი, საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ჯაბა ჯიშკარიანი, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენელი, მოგესალმებით. გიორგი გაბაშვილი, ევროპული საქართველო. საღამომშვიდობისა. ირმა ნადირაშვილი, ევროპული საქართველო. მოგესალმებით. დაიკავეთ თქვენი ადგილი. ძალიან დიდი მადლობა ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. და დღევანდელი თემა, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს განცხადებას, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ ავალებენ რამდენიმე რეგიონში საჯარო მოხელეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას, მათ ურიგებენ ცარიელ ბლანკებს და თხოვენ, რომ იქ ჩაწერონ 10 ადამიანი თავისი პერსონალური მონაცემებით, რომლებიც ხმას მიცემენ სალომე ზურაბიშვილს. არასამთავრობო ორგანიზაციები თავის განცხადებაში მიუთითებენ, რომ ისინი ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც ფლობენ, თუმცა აიპებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობლების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაზრდვის მიზნით ამ ეტაპზე არ საჯაროვდება ეს დოკუმენტები. კითხვა რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან. მისტიფიკატორობა კარგია მწერლობაში, იქ სადაც ფანტაზიებს შეიძლება ქონდეს რაღაც პროზაული შედეგები და ასახვა, მაგრამ როდესაც ბრალდება ისმის ასეთი და მით უმეტეს ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები, არ აქვს საფუძველი, ასე დროს ერთადერთი სიტყვა და ტერმინი ასახავს ამ ასე ვთქვათ დამოკიდებულებას მცდელობას, ეს ამას ქვია ანგაჟირებულობა, პოლიტიკური დაინტერესება, რომ საარჩევნო პროცესში ხელისუფლების მიმართ აგროვდეს რაც შეიძლება მეტი ბრალდება. და ეს ყველა ბრალდება არის საკამათო დაუსაბუთებელი და არ დასტურდება არავითარი რაციონალური არგუმენტაციის ხელშესახები, ასე ვთქვათ, საფუძველი ამას არ გააჩნია. გასაგებია, რომ ამ ასე ვთქვათ მცდელობა საფუძვლად ედება მათ შორის სრული და უკიდურესი მიკერძოება და სუბიექტურობა და არაობიექტურობა, რაც არის სახეზე წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ბრალდებას გაამყარებდა რაიმე მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ არსებობს განცხადებაში, რომ ამ ეტაპზე არ საჯაროვდება ეს მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები რო გასაჯაროვდეს, რა პასუხი გექნება? ეს არგუმენტაცია ბჭყალებში კიდევ უფრო ამ არგუმენტაციას ბჭყალებში, ბჭყალების ასე ვთქვათ, ფარგლებში ცხადია სიტყვა, კიდევ უფრო ასუსტებს ეს ასე ვთქვათ მცდელობა, რომ ასე შექმნან გარკვეული ანტურაჟი ამ საქმის ირგვლივ, რომ აი მომავალში გაასაჯაროვებენ. როდესაც ასეთ ბრალდებით გამოდის ვინმე, ის არის ვალდებული დაასაბუთოს, რადგან არ არის დასაბუთება, ესე იგი ეს არის უბრალოდ ტყუილი და სხვა არაფერი, ასე რომ ეს ტყუილი მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ და სამართლიანადაც ამავდროულად ძალიან ცუდად შეიძლება მიუბრუნდეს რეპუტაციულად მათ შორის იმ არასამთავრობოებს, რომლებიც აი ესეთ ტყუილების ტირაჟს. ბატონო, აი რაღაც ტენდენცია ასეთი, რომ პრაქტიკულად არც ერთ კრიტიკულ შენიშვნას არასამთავრობო სექტორიდან თქვენ
არ იღებთ ბოლო პერიოდში. ჩვენ წინა ეთერებშიც გვისაუბრია ამის შესახებ, იქ როდესაც ომეგა სკანდალი იყო და შემდეგ ერთობლივი განცხადებით გამოვიდა 13 არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინიც მკაცრად გააკრიტიკეთ და თქვით, რომ აქაც მიკერძოებულები იყვნენ, ახლა კონკრეტულ საარჩევნო თემაზე გეუბნებიან, აქაც ამბობთ, რომ მიკერძოებულები არიან. ანუ თქვენ არ იღებთ აბსოლუტურად არანაირ შენიშვნას. არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, მათ შორის არსებობს უწყებათა შორისი კომისია, არსებობს ბევრი ფორმატი, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, მათ შორის მედიის გამოყენებით და მზად ვართ, როდესაც არის შენიშვნები. უწყებათა შორისი კომისია თითქმის ძალიან ბევრმა პარტიამ დატოვა, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ, თუმცა ეხლა ამბობენ, რომ მუშაობა შეუძლებელია. მე რასაკითხებს გცემ პასუხს, არაფერში არ არის მათი პროტესტი ამ კომისიის მიმართ, მე გეუბნებით იმას, რომ თუ კი არსებობს ბრალდება, ეს უნდა დასაბუთდეს. როდესაც არ არის დასაბუთებული, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ მიიღებს დაუსაბუთებელ ბრალდებას. გასაგებია, ბატონ გოგა, აი წინა საარჩევნო პერიოდში ყოველთვის ყველა არჩევნების წინ არის ლაპარაკი, რომ აი ხელისუფლება ემზადება გასაყალბებლად. თქვენ ახლა ხედავთ ცხად ნიშნებს იმისა, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ჯერ ორ სიტყვას ვიტყვი იმ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ჩვენ ხედავთ არასამთავრობო სექტორის მიმართ, ხო? ეს შეეხებოდა იმასაც, როცა 13 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა და ომაგა საქმეზე ძალიან კაფეო განცხადება გააკეთა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ფაშიზმის მომხრეებიც კი უწოდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონი ზაზა ბევრად უფრო რბილად, მაგრამ იგივე ხასი მეორევს და ამბობს, რომ ისინი ანგაჟირებულები არიან. ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი ხელისუფლებისთვის, მინდა ვთქვა და ძალიან ცუდია, როცა არასამთავრობოთა კრიტიკას ესე ეპყრობა ხელისუფლება. ეს ის ორგანიზაციები არიან, რომელიც ყველა პერიოდში და ბოლო 30 წელი, 25 წელი რო გავიხსენოთ, როცა არსებობდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყოველთვის კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ. ეს შეეხებოდა შევარდნაძის ხელისუფლებასაც და ძალიან ხმამაღალი იყო მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციის კრიტიკაში, სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტების კრიტიკაში, ხელისუფლებიდან მომავალი ძალადობის კრიტიკაში. ჩვენ დროსაც ძალიან ხმამაღალი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე საარჩევნო დროს გადასტომებზე ადამიანის უფლებებთან კავშირებით და ახლაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელსაც ხედავენ და რომელიც არსებობს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, მათ არ აქვთ აჯენდა, რომ ამორჩევლის ხმები მოიზიდონ, მათ არ აქვთ მიზანი, რომ რაღაც ხელისუფლება დააზარალონ ისეთ საკითხზე, რომ უბრალოდ ზარალი იყოს მათი მიზანი. მათი მიზანი არის გაუმჯობესება ვითარების და როცა ხელისუფლებიდან ჩვენ ხედავთ ასეთ პოზიციას, ეს არის ძალიან ცუდი, არის დრამატული და არის ნიშანი ხელისუფლების დასუსტებისა და არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებას ფაქტიურად, რომელსაც არ რჩება მოკავშირე საზოგადოებაში. არც პოლიტიკური პარტიები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც საზოგადოებრივი ჯგუფები, არც სამოქალაქო აქტივისტები, არც ხელისუფლება ნელ-ნელა იზოლირდება, რჩება მარტო, ამავე დროს რჩება მარტო ამ თვითკმაყოფილ პოზაში, რომ ყველაფერი კარგად არის და სინამდვილეში საქმე ფუშტდება. მაგრამ ახლა პასუხი იქნება, რომ საზოგადოება არის ჩვენი მოკავშირე, მაშინ როგორ ვიგებთ არჩევნებს ვითარებას რაც შეეხება. მთელი 6 წლის განმავლობაში. მე მოველი, რასაც ყველაფერს ვხედავთ ხოლმე, ეს არის ფინანსური რესურსების გამოყენება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ზეწოლა სახელმწიფო მოხელეებზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ მგონია, პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ არ მგონია, რომ ამას შეცვალოს საარჩევნო შედეგი. თუ ამორჩევლები იქნებიან მობილიზებულები, თუ ისინი იქნებიან მყარად ჩამოყალიბებული თავის აზრზე, ჩვენ შევძლებთ ჩვენს პოლიტიკური პარტიებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც, რომ მოვახერხოთ, რომ ხალხს გამოვახატინოთ თავის აზრი და ეს შედეგი დავიცვათ და დავაფიქსიროთ, ასე რომ მე არანაირი პანიკის, ასე ვთქვათ, ატეხვა არ მინდა, რომ აი არჩევნებზე მოსვლას აზრი არ აქვს, ეს ყოველთვის არასწორია. არჩევნებზე მოსვლას აზრი აქვს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აზრი აქვს. ვიზეც არის ზეწოლა, უნდა გაუძლოს ზეწოლას, სადაც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ადამიანებმა თავად უნდა გაუწიონ ამას წინააღმდეგობა და ძალიან ბევრი სადამკვირვებლო მისია, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დამკვირვებელი საერთაშორისო და ადგილობრივიც იქნება ჩართული იმაში, რომ გასაგებია რაღაც რეპლიკას როგორ ვწვევით ბატონ ზაზას და შემდეგ ბატონ ჯაბას მივცემ სიტყვას. ხელისუფლება ეს მე ვფიქრობ, ბევრი სხვა, ასე ვთქვათ, კრიტერიუმის გათვალისწინებით, დემოკრატიული და ცივილიზებული კრიტერიუმის გათვალისწინებით, ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ მათ შორის მეტყველებს ისიც, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე უფრო აქტიურ და მჭიდრო კავშირშია ყველა სოციალურ ჯგუფთან. ყველა სოციალურ ჯგუფთან. ამის შედეგი გახალ ზედმიწევნით ყველა არჩევნები არის ამის შედეგი. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად მოვიგეთ ყველა არჩევნები, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად დაგამარცხეთ ყველა არჩევნებში, ამას ვაპირებთ ამ არჩევნებში. რაც შეეხება იმ 13 არასამთავრობოს, რომელიც შლეიფად გამოიყენა ახლა თითქოს რაღაც ტოლობის ნიშანი დასვა დღევანდელს მაშინას შორის, ძალიან მარტივია ამას პასუხი ბატონო გოგა. საქმე გახალთ იმაში, რომ საქმე გქონდა ერთ-ერთ ტელევიზიის დირექტორის მხრიდან ინსტიტუციური სეგრეგაციისკენ მოწოდებისა. ანუ ადამიანი
ადამიანების განდევნის გარიყვის და ამაზე ამ ღირებულებებზე, რასაც ქვია ადამიანი, მისი თავისუფალი განვითარების უფლება, ასე შემდეგ სხვა კონსტიტუციური ცივილიზებული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და უფლებები, ამ უფლებების შელახვაზე წართმევაზე თვალი დახუჭეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დიახ, არ არსებობს ხელშეუხებელთა გასტა და ჩვენ გვაქვს უფლება მოუწოდოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ დროს, როდესაც ღირებულებების დაცვაზე მიდგება საქმე, გამოხატონ პრინციპულად საკუთარი პოზიცია. საკითხი ხომ იმ Facebook პოსტით არ შემოიფარგლა, გაფართოვდა ხელისუფლების კრიტიკა. ამით მოხდა ის, რომ აუცილებელი იყო ამ ღირებულებების დაცვა და ღირებულებების დაცვაზე ვსაუბრობთ არასამთავრობო სექტორს უნდა ქონდეს თანმიმდევრული პოზიცია და არა ისეთი პოზიცია, რომ ფრაგმენტული ხან იცავს და ხან არ იცავს ღირებულებას. ბატონო ზაზა, ეხლა თქვენ რაც ისაუბრეთ, ზუსტად დაადასტურეთ ის, რაც მე გეუბნებოდით, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა ხდება იზოლირებული და ძალიან თვითკმაყოფილი. აი ვთქვათ თქვენ საუბრობთ, ჩვენ არჩევნებში დაგამარცხეთ საზოგადოებას ერთად. საზოგადოებასთან ერთად. ხო, საზოგადოების ის რომ ერთ არჩევნებს მოიგებ და ორ არჩევნებს მოიგებ, არ ნიშნავს იმას, რომ თვით იზოლირდე. არასამთავრობო გასაგებია ხა დავითვალოთ მეც ყოფილვარ არჩევნებში გამარჯვებული და არ მეც ყოფილვარ არჩევნებში გამარჯვებული და თქვენ მოგიწოდეთ რომ ფაქტების და ცნებების წარმოთქმას სიზუსტეს შეიძლება რომ ერთმანეთს დავაცადოთ. ეხლა რა თქმა უნდა, მაგრამ სიზუსტე თუ ეს სტილი გვირჩევნა რომ ერთმანეთს დავაცადოთ. ამისკენ მოგიწოდებ ზუსტად რომ თუ თქვენ ჩადგებით ამ თვითკმაყოფილ პოზაში, რომ აი ჩვენ მოვიგეთ არჩევნებში გასაგებია დამაცადოთ შეგიძლიათ ამ არჩევნებში მოგებულებს ეხლა უფლება არ გავიზიაროთ კრიტიკა როცა საქმე ეხება სისტემურ კორუფციას არ გავიზიაროთ კრიტიკა როცა ეხება საქმე არაფორმალურ მართვას არ გავიზიაროთ კრიტიკა როცა ეხება საქმე იმას რომ გაშთენ ადამიანები ვინც ძალისმიერად შეუვლიათ ბიზნესებში ჩაერიონ და ფარცხალაძის შემთხვევებზე რაზეც იყო არასამთავრობოების განცხადება როცა არასამთავრობოები გელაპარაკებიან იმაზე რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება არჩევნებზე თქვენი პასუხი არის რომ ისინი არიან ანგაჟირებულები არასამთავრობო ორგანიზაციები უსაქვთ რეპუტაცია და ამ რეპუტაციის ნაწილია ის რომ დიახ ისინი არიან კრიტიკულები ყველა ხელისუფლების მიმართ ამას თქვენ დგებით ასეთ პოზაში რომ აი ჩვენ არჩევნებში გამარჯვებულები ვართ და ჩვენ ყველაფერი შეიძლება როგორ გეკეთებთ უტრირებთ ძალიან სულად უტრირებთ უნდა გაითვალისწინოთ ეს არ არის პასუხი ჩემს რეპლიკას მადლობთ ბატონო ბატონჯაბა უნდა გაითვალისწინოთ იზოლირება ხდება ხელისუფლების არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების ურთიერთობას აწმეულების განმავლობაში. დიდი მადლობა მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა მადლობა ზიხდით მოწვევისთვის მივესალმები მაყურებელს სმენელს უპირველეს ყოვლისა მე დავიწყებდი იმით რომ დღეს რაც ხდება ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არის იმ წარმომავლობის იმ ავტოკრატი ლიდერის განაფანტების წინასაარჩევნო პროპაგანდის და სიცრუის ნაწილი რომელიც გვესმოდა ამდენი წლის განმავლობაში რაც შეეხება იმ განცხადებას რომელიც ბატონმა გოგამ გააკეთა დღეს რომ თითქოს ჩვენ ვართ იზოლაციაში ეს არის კიდევ ერთხელ გავმეორდები მე და ვეტყვი საზოგადოებას ხალხის ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება რომელიც ხალხის ნებასრულზე აგებს ყოველდღიურ მის მოქმედებას ამას ვნახავთ ეხა ამ არჩევნებშიც მომავალ არჩევნებშიც და მომავალ არჩევნებშიც ამას ძალიან ნაკლად ნახავენ ეს ადამიანები ერთი განცხადება მინდა წაგიკითხოთ რომელიც დღეს გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დივნის წარმომადგენლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა წარიმართოს დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე როდესაც ამ რანგის სტუმარი აკეთებს ასეთ განცხადებას ეს ვიზე მიიღეთ მინიშნებათ როგორ ფიქრობთ ხელისუფლებისთვის არის განკუთვნილი თუ ვინმე სხვა არის ამ გზავნილის ადრესატი ადმინისტრაციული რესურსი საერთოდ არ არსებობს ეგეთაც. არა, მე მაინც ეს არის ჩვეულებრივი განცხადება, რომელი პათოსისაც თითოეული ჩვენთანგანი ცხოვრობთ ჩვენს ყოველდღიურობაში, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა იყოს ზეწოლის გარეშე, არჩევნები უნდა იყოს ცემატყეპის გარეშე, განსხვავებით იმ წლებისგან, როდესაც ეს ადამიანები გვიტარებდნენ მსგავს არჩევნებს, ხალხადმი შეიძლება დამამთავრებინეთ. და რა თქმა უნდა, ეს პათოსი არის ჩვენი პათოსი. ეს არის თქვენ ქართული ხალხის არჩევანი, რომელიც მათ აირჩიეს 2018 წლის 1 ოქტომბერს და მსგავსი არჩევნები იქნება ყოველთვის მშვიდობიან გარემოში ჩატარებული საქართველოში, იქნება მშვიდ ვითარებაში და იქნება კანონის ფარგლებში ყოველთვის. თუმცა, როდესაც არ იზიარებთ არც ერთ მითითებას, არც ოპოზიციიდან, არც არასამთავრობო სექტორიდან, რომელი მითითება არასებული მითითება. ხშირად ისმის ხოლმე ხელისუფლებისგან განცხადებები, რომ ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო ისტერიკა. ფიქრობთ, რომ ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ არის? რას ნიშნავს ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ? ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მედია. სამართლიანი არჩევნები, რომელ NGO სექტორზეა საუბარი? მოდი დავაკონკრეტოთ მაშინ NGO სექტორზე, რომელიც დუმდა იმ დარღვევებზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში. მოდი პირდაპირ დავაკონკრეტოთ მაშინ. არასწორად გახსოვთ ალბათ. თუ ერთი წუთით რა. ეს ადამიანები, ვინც ახლა ორი ძვირფასი ადამიანი თქვენ გიზიან წინ იზიარებენ, დღემდე მე არ მესმის. იმის ნაცვლად რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას თავიანთი წარსულის გამო. დღემდე ცდილობენ
ელოდებენ ურცხვად საზოგადოებას ნაცარეს შეაყარონ თვალებში და ასე ვთქვათ, რაღაც სირაქლემის პოზიციაში იყვნენ თითქოს ეს ადამიანები და ვერ ხედავდნენ მათი ისტერიული მართვლის პერიოდში განხორციელებულ სიბინძურეებს, კანონდარღვევებს, სისასტიკეებს, მედიას მინდა არასამთავრობო სექტორი. თქვენ თავზე დღეს როგორც ჟურნალისტები ცნობთ რამეზე წოლა. ეს საქართველოში ყველა დემოკრატიული პრინციპი ყველა არის დაცული ყველა დემოკრატიის ღირებულება. ეს არის მედია, ეს არის ხელყოფა. ერთი წუთი თუ შეიძლება დავამთავრებ. ეს არის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ეს არის თავისუფლების საარჩევნო გარემო თუ ნებისმიერი დემოკრატიის ღირებულება დღეს არის დაცული და არ არის ფეხქვეშ გათელილი მათი მმართველობის დროსთან შედარებით. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვინდა და უფრო მივუტვით ამისკენ და ჩვენს ყოველდღიურობაში მუშაობთ, რომ უფრო და უფრო მეტი იყოს და უფრო კარგად იყოს ამ ქვეყანაში თქვენ არასამთავრობო სექტორი, რომელიც დუმდაო მე მახსოვს რომ არ დუმდა არასამთავრობო სექტორი ძალიან კრიტიკული იყო თუ შეიძლება კი რომელი ისა როგორია ხალი ქალბატონი ეკატერინე გიგაური იყო აქტიური აი ერთი ადამიანი დამისახელონ ამ NGO-ების დღეს ვინც აკეთებენ განცხადებას ერთი ადამიანი დამისახელონ ვინც მაშინ ხმას იღებდა სად არის თამარჩუგოშვილი მითხრან სად არის ქალბატონი თამარი ბატონო ერთი რაღაცა ჩვენ ახლა შეგვიძლია ზუსტად განსხვავება თქვენ გაქვთ ორმაგი სტანდარტი თქვენ მუშაობთ ყოველთვის ცალსახად თქვენ როდესაც იყავით ხელისუფლებაში შეიძლებოდა კანონის დარღვევა შეიძლებოდა საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და ჩვენ როცა ვართ ხელისუფლებაში თქვენ ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ არ ხდება ცდილობთ ეს ყველაფერი გამოაცხოთ და დაანახოთ საზოგადოებას ეს არის კიდევ ერთხელ კარგი სიტყვა ახსენეთ ისტერია წინა საარჩევნო რომ რაღაცა ტივტივის მსგავსი შეკრჭის საარჩევნო პოლიტიკურ ველზე საარჩევნო მეტი არაფერი არა ეს ყველა ეს იცი საზოგადოება თუ შემიძლია უპასუხებ ხარ მოკლედ თუ შეიძლება იმაშერია ტრადიციული დებატები შეგვიძლია გავმართოთ თქვენი ლაპარაკებთ რა დიდი პრობლემები იყო ცხაწის განმავლობაში ჩვენ ვილაპარაკებთ თქვენი ხელისუფლების დროს სამხელა პრობლემებია შეგვიძლია შევეჯიბროთ ტრადიციული მოვაწყოთ სიტყვიერი ასე ვთქვათ აქ თამაში მაგრამ აქ არის სხვა რაღაცაზე ლაპარაკი ხო ხელისუფლება რომელიც არასამთავრობო სექტორს არ უსმენს, ყურს არ უგდებს. ამაზე დააკონკრეტეთ თუ შეიძლება. რომელ არასამთავრობო სექტორს არ უსმენს ხელისუფლება. რომელიც არის დანამატი ნაციონალური მოძრაობის თქვენიანა და აი რომელაც იმას არ უსმენს. არგუმენტი იმისა, რომ ადრე რაღაცა ხდებოდა და დავაკონკრეტოთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, ეს არის ყველა გაგრძელება ოპოზიციის. ხო, თუ ეს ყველა გაგრძელება ოპოზიციის, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორე, მაშინ ხელისუფლების საქმე წასულია. თუ ყველა ეს ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის, ყველა დროში და ყველა ეპოქაში გამოირჩეოდა, როგორც ნამდვილი ვოჩდოგები, აი რასაც ვოჩდოგი ქვია, ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დეტალებში შედიან და ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ძალიან ცუდია, თუ ჩვენი ხელისუფლების დროს ვიღაცა ამ კრიტიკას არ იღებდა, ან იღებდა არასერიოზულად ეს შეცდომა. ჩვენო დაგამარცხეთ 2012 წელს, ანუ 2012 წელს ისო სხვა პოლიტიკურმა პარტიამ დაგომარცხა ჩვენ, ეს ბევრ არავინ განაპირობა, მათ შორის ჩვენმა შეცდომებმა. ეხლა ამ ადამიანებს ქართულმა ხალხმა დაგამარცხა. ბატონო გოკა, მოდი გავასწოროთ. არჩევნებში რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აკეთებს არჩევნებში ხალხმა დაგამარცხა და უარი უთხრა იმ სიყვარულს და სიყვარულს. არჩევნებში მაშინ ქართველი ხალხი გამარცხებდა. ეგრე არის. მოდი, თუ შეიძლება კონკრეტული პასუხი გამეცით. საქართველოში მხოლოდ ეს 13 არასწორ ორგანიზაცია არის. ბატონო, მოდი, ამბავ ჭირს. არა, მაინტერესებს. სხვა NGO-ების აზრი, რატო არ გაინტერესებდა? რატო არ გაინტერესებდათ არასოდეს? როდესაც გეუბნებოდა თქვენ საია, რომელიც არის ამ 13 NGO-ს. ანუ საია ესე იგი რაღაცას გეუბნებოდა კრიტიკულს. როდესაც თქვენ გეუბნებოდა კრიტიკულ რაღაცებს. კი, გეუბნებოდა. ეხლა ესე იგი ეხლა ჩვენთან არის შექმნილი. რატომ ვოკალით სანდრო გირგულია? ეხლა ჩვენთან არის შექმნილი. რატომ არ იბერხავდით ყურს და რატო იყავით ყრუთ წარმოდგენილი საქართველოს გეუბნებათ ეხლა. ერთ ადამიანს აი იგივე საია გეუბნებათ ეხლა. იგივე საია, რას გეუბნება? არგუმენტები არ არსებობს. ადმინისტრაციული რესურსი იყენებთ იმისაც რომ არჩევნები გააყო. ანახეთ ერთი ფაქტი. ამას გეუბნებათ. თქვენ ნახეთ კონკრეტული საია ახსენე, საიაზე. თქვენ ნახეთ კონკრეტული შემთხვევა. ან ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ან სამოქალაქო საზოგადოების წევრის მხრიდან. ნებისმიერი ხალბატონი ირმა უნდა შემოვიყვანოთ ეს დისკუსია, მოდი დრო თანაბრად გავანაწილოთ ბატონო. ესეთი ფაქტი კონკრეტული გამახსენეთ. ამბანური ჭეშმარიტებების გადმოფენა არ გვინდა. როცა კონკრეტული პარტია არჩევნებში იმარჯვებს. რა თქმა უნდა, ის იმარჯვებს ქართული ხალხის ნებას. კი ბატონო, ნუ ამას ზუსტად ქართული ხალხის ნებაზია ლაპარაკი რომ ეხლა ქართული ხალხის ნებას თქვენ დაინახავთ, იმიტომ რომ თქვენ იზოლირდებით ქართული ხალხისგან. კი ბატონო, საზოგადოების ჩვენზე გახსნილი და გამჭვირვალე ირმას მილცეთ
არც შესაძლებელი გოგა შეიძლება თავის ქებით ხარ ჯაბა ხოლო დაკავებული თავის ქებით გონიათ რომ ეკონომიკა კარგად მიდის გონიათ რომ სიღარიბე შევეხებით ამ ყველაფერს შევეხებით სასამართლო თავისუფალია გონიათ რომ პრობლემები არ არის სწორედ ამიტომ გეუბნებით რომ თვით იზოლირდი კი ბატონო დიდი მადლობა მოусმინოთ ირმა ეს ხელისუფლებისთვის კარგად არ თავდება ეს როგორც წესი ყოველთვის დახალს არ ბოდიშ ეს როგორც წესი ყოველთვის დახალს ბოდიშ არის არის გასაგებია თქვენ მოგცემთ აუცილებლად სიტყვებია цаრიელი მაგრამ ერთმანეთი სიტყვას ნუ დავაცადოთ ერთმანეთს დიდი მადლობა რომ დაუბრუნდეთ თქვენს ინფორმაციას რომელიც გაგვაცანეთ ამ გადაცემის დაწყების დროს და ეს იყო არასამთავრობო სექტორის განცხადება მიუხედავად იმისა, ისინი ჩათვლიან თუ არა საჭიროდ, რომ ეს ბლანკები გახდეს საჯარო და ნახოს ყველამ. ყველამ ვიცით, რომ როგორი როლი აქვს არჩევნებში საჯარო მოხელებს. ეს ვიცით აბსოლუტურად ყველამ და სხვათა შორის ერთ-ერთი არ მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა იყო. გამოცდილებიდან როგორ იყენებდით არჩევნებში საჯარო მოხელებს. ბატონ ზაზა, შეიძლება გთხოვოთ, რომ აზრი დამასრულებინოთ, მე მგონი ელემენტარულად დილობის საკითხია. როდის ვიხდი? უკაცრავად. ბატონ ზაზა და ბატონ ჯაბა, თუ შეიძლება პატივეცით იმას, რომ ჩუმად გისმენდით და მაცადეთ აზრის დასრულება. ელემენტარულად პატივიცეთ ერთმანეთს, ხა 9 წელი მელორ ვაჩნაძე და ასე შემდეგ შეგვიძლია ეს ვიცით. მაგრამ ბატონო ირმა ამ 9 წლის კომპლექსით ხემდე რატო გაქვთ მითხარი? მელორ ვაჩნაძე ვერ გაიგეთ რომ ახსენე და 9 წელი ახსენეთ? რა მნიშვნელობა აქვს მელორ ვაჩნაძე იქნება ზაზა გაბუნია? შეგიძლიათ გაჩუმდეთ და არა არა თქვენ უნდა დამამთავრებინოთ. ბატონო არ ქონდათ ადამიანის სცენაზე მე ვსაუბრობდი და უნდა დამამთავრებინოთ. დამამთავრებინეთ. თქვენ რატო ვერ მოინოლეთ? დემაგოგია არ ძალიან ორიენტირებული წარსულზე არა ერთი წუთით რა თქვენ ახლა იმ წარსულის გადმონაშთები სამარცხვინო გადმონაშთები ხართ იმ 9 წლის და ყოველდღე გაგახსენებთ ამას ვიცოდეთ არ დავიღლებთ ხართ თქვენ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ახსოვს და ერთი ჩვენ როგორ ვართ ახლა სამარცხვინო ახლა როგორ იქცევით ეგ არის რატო ვართ მაშინ გვითხოვთ რატო ყავით ახალგაზრდა ქუჩებში ამას აი ეგ არის სამარცხვინო ბატონო რატო ვართ გოგა ბატონო დაგაცდით ამეცით პასუხი რაღაცა დაცალეთ თქვენ არ მოусმენთ აი ახლა როგორც იქცევით ბატონ ჯაბა ეგ არის სამარცხვინო მაშინ არ ვიცი ახლა ვილაპარაკოთ ოთხმაში თქვენი ლაპარაკებთ მეც ვილაპარაკებთ ვახო იქნება ბატონ ჯაბა რამენერად გაჩვენოთ დანაშაულებებზე ჩადენებით აი ქალბატონი ირმა გაიგო თქვენი შეკითხვა ვაპასუხებინოთ ბატონ ჯაბა მოთმინების უნარით აღეჭუროთ და მაცადოთ რომ 2 წუთი ვილაპარაკო მესმის რომ დემაგოგის ძალიან მაღალი ხარისხი არ მოგიყვავთ სანდროგულიანი ხო ტელეკომპანია იმედი არ დაგირბევიათ თუ შეიძლება დარბევ არ მოგიწყედა ეს არის დემაგოგია მაინტერესებს ვეღარ გაიწვი დემაგოგობა რა მოგიყვავთ ბარბარე რაფალია ესე ვილაპარაკო ხო და სიცხვილია ესე ლაპარაკია მაგას გეუბნები ჩვენ როგორ მოვყალით სისტემა მოვყალით ხუჩები სიცხვილია სკოლიდან დაწყებული მე და მეურები მოკალი ვიღაცაა სიცხვილია ხელისუფლების გაკეთებული შეუძლებელი თქვენი გაკეთებულების გაკეთებულია თქვენი გაკეთებული როგორ არ გეყოთ ვაშკაცობა შარლები ხო გაცვეთ აი ქართველი სადღეგრძელო კი არ არის უკაცრავად როგორ არა ეფიჭო როგორ არ უთხარით შარლები რომ გაცვეთ და გამოდიხარ და იზახით რომ ლევასიფიანმა თავის ჩანაწერი თვითონ დადგაო როგორ არ გასაგებია გამოხვიდე რატო არ გამოიწვიეთ ალონედი მოусმინოთ ერთმანეთს ეხლა გეუბნები ამას რომ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ გაუთავებლად ვეთქვი მოусმინოთ დავიწყოთ 2013 წელს 2012 ადამიანი ამ განსხვავებულ გამოყენების გამო ყველაფერი გაკეთებული ოპონენტები ნათქვამი გაიგო მაყურებელმა ძალიან გქონთ ყველაფერი გაკეთებული არ მახსოვს შენი ამბები თქვენი ამოღებული ხმა იმაზე რაც ბოლო 6 წელია ხდება მე რაზე ჩვენ ხოცავთ ახალგაზრდა მე დავაფასებდი თქვენ პოზიციას რაზე მიპასუხებ მე დავაფასებდი თქვენ პოზიციას რომელ პოზიციას აი ხლა ხმა არ ამოგიღიათ მაგალითად რომ ძალიან საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა როგორ დააფარეს მიეცით საშუალება აზრი დაასვას არ ამოგიღიათ როგორ ეს არის სპეკულაციის საგნად თავიდანვე სირცხვილია თავიდანვე შემოგთავაზეთ
რომ ეს დებატები არ წარგვემართათ. ხო, ბატონო, მოусმინოთ იმანადიაში. არ წავალ, ასეთი თუ მეთავაზებთ, ხო, იმ საკითხებზე ვაბარებ, შევეც გვაქვს გადაღები. გოდიში ბატონო, ესე ვიშლეთ, არა, გოდანები და თქვენ ასდროში ისაუბრებთ. მივცეთ აზრის გამიგებთ ხა გვაქვს, დრო გვაქვს ბევრი, მივცეთ საშუალება ალბათ იმას დაასრულოს აზრი. ჩვენ აქ კარგა ხანს ვიქნებით კიდევ დაახლოებით ამის შემდეგ 1 საათი, ამიტომ მოასწრებთ ყველანი ყველაფრის თქმას, ალბათ იმას დავასრულებინოთ ასე. შობს რომ უბრალოდ არგუმენტირებულად და საქმიანად ვიკამათოთ, იმიტომ რომ ძალიან უხერხულია ხა. მართალია გოგა, უხერხულია რომ მე თქვენ გეძახოთ რომ მართლა ბავშვი ჩაახშეთ ქვევრში, ხო? არ არის, რაც თქვენ დაგვაბრალეთ, იგივე ჩვენ არ ვაკეთებ და გაძლევთ მაგალითს ოპოზიცია როგორი უნდა იყოს. ძალიან უხერხულია რომ ეხლა თქვენ აქ დაგიძახოთ რომ თქვენ მოკალით ეროსი კიცმარშვილი. ასეთ რამებს ჩვენ არ ვაკეთებთ და თუ შეიძლება მოთმინებით აღიჭროთ და მოგვისმინეთ. რაც შეეხება ამ განცხადებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი, კვლევა იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და იქ საუბარი იყო რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც აიყვანა ქართულმა ოცნებამ, ეს იყო დაახლოებით 6000 ადამიანი და აქედან მხოლოდ 4%-მა გაიარა კონკურსი. დანარჩენი ადამიანები როგორ მოხდნენ თანამდებობებზე, ალბათ ძალიან მარტივია და ძალიან გასაგებია. ეს არის ნაცნობობის საშუალებით, ეს არის ოჯახის წევრები და სწორედ ეს არის ქართული ოცნების ერთ-ერთი ოქროს ფონდი, რომელსაც ისინი იყენებენ არჩევნებში როგორც წესი და ეხლა ჩვენი ვალია და მთელი საზოგადოების, მთელი ოპოზიციის ვალია, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ ამ ფონდის გამოყენების საშუალება. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეალური მხარდაჭერა. ეხლა ხო არავინ არ არის ესეთი ბრიყვი, რომ მართლა ეგონეს, რომ ყველა მეან გინეკოლოგმა ჩაჩავაში გაიღვიძა და უცებ გაიქცა და სალომე ზურაბიშვილს გადაურიცხა ფული, ხო? ესეთი ტიპის მხარდაჭერა ცხადია სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. შესაბამისად უნდა იყოს მთელი ოპოზიციის მობილიზაცია იმისთვის, რომ მათ არ მოახერხონ ასე დაშინებით, როგორც ამას აკეთებდნენ წინა არჩევნებში, საჯარო მოხელეები დააწყონ, მოიყვანოს აქ საარჩევნო ყუთებთან გარეთ იდგეს კოორდინატორი, რომელიც ასე გახაზავს ვინ არის მოსული, ვინ არ არის მოსული, მე ვინც არ არის მოსული, ქუჩის ბიჭები გააგზავნოს, უკან სუსი მიაყოლოს, როგორც ამას აკეთებით წინა არჩევნებზე და ამის მომსწრე ვიყავი მე და ასეთი წესით არჩევნების მაშინ ირმა აი სამართლიანობისთვის ვიცი აქედან იქნება რეპლიკა, ამას აკეთებდით თქვენც, აი ეს არის პრეტენზია. რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამას აკეთებდით თქვენ 9 წლის წინ. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელ რეალობაზე. თქვენი ვალი ბატონ ზაზა, ბატონო მოდელირებაზე. მოდი, ორი სახელი დავაყოთ. მაპატიეთ რა, ლაპარაკობთ. რეალობის მოდელირებაზე. მას თუ გადამიფაროთ ეგრე არ არის. როგორ სიცრუეს საუბრობთ? არაფერს სიცრუეს არ ლაპარაკობ. არაფერს სიცრუეს არ ლაპარაკობ. მე ვიყავი პირდაპირ კორცხელში, სადაც სპორტსმენები ჩამოყალეთ. ცხვირპირი დაგვილეწეთ და მე 1000 ლარად გაუშვი და ისიც გონი ჩვენ გადაგვახტენეს. რა რცხონია არის, იცით როგორ დავთავ და ეს სასამართლო პროცესი არ ვაპირებ. მე აზრი არ დამისრულებია, როცა დავასრულებ, მე ვისაუბრეთ და მადლობა თქვენი თანხმობა, ამაზე არ მჭირდება აქ სხვა ადამიანები წარმართავენ ამ პროცესს. ანუ ზუსტად ამაზე საუბარი, რომ ჩვენ არ უნდა მიცეთ თქვენ ამას ვიტკითხო, რა ხო ბოდიში. ანუ ვაკეთებდით ამას ჩვენ, აკეთებენ ესენი, ამაზე იყო ხო თქვენი კითხვა. არ მოგწყინდათ ამ დისკუსიაში ყოფნა. აი მართლა მაინტერესებს, არ მოგწყინდათ, რომ 9 წელი იძახოთ და ამითი გაცურეთ. ყველა ჯერზე. ვეღარ გაცურებით. ერთხელაც ვერ გაცურებ. არ დამისრულებია ბატონჯაბა, მოითმინეთ თუ შეიძლება როცა ვსაუბრობ. თქვენი ვალი იყო და საქართველოს ხალხმა მართლაც იმიტომ აგირჩიათ რომ ჩვენ აღარ მოვწონდით მათ და თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში. თქვენი ვალი იყო რომ ის რაც იყო ცუდი, რაც იყო შეცდომა, არ გაგემეორებინათ. ხდის შეცდომებზე მაინც გესწავლათ. გააკეთეთ ეს? არ გაგიკეთებთ. რა თქმა უნდა, მოგცემენ ალბათ. არ გაგიკეთებთ. სასამართლო სისტემა ავიღოთ, ხო? ყველა ჩინჩალაძე, ყველა მურუსიძე შიგნით დატოვეთ. ავიღოთ სხვა მიმართულებით, ბიზნესზე წავად, ალბათ გადავალთ ხო ამ საკითხს. რასაკურველი ამაზეც ვისაუბრეთ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ რაც იყო ცუდი, ყველაფერი რაც იყო ცუდი, ეს ამბატონებმა გამოვაგეს. არ შეიძლება რა უნდა თქვა. იცით რა არის მე ისა რა ქვია წარსული ცხოვრებაში დაახლოებით 6 რამდენი წელია ჩვენ ვართ ხელი 6 წელი ხო 6 წლის უკან დაახლოებით ჩვენ ვიყავ ერთი წუთით რა თუ შეიძლება 6 წელია ჩვენ 6 წლის უკან უბრალოდ ჩვენ ვიყავით კვლელები ჩვენ ამის გამო რას ამბობ საჭელი მოიხადეთ ამის გამო მე ვიძახი რომ კვლელი ვიყავი ეხლა მაშინ შეიძლება კვლელი ხარ როგორ შეიძლება კვლელი ვიძახავით დამნაშავე ასე მოიგეთ არჩევნები ბატონჯაბა ესენ ერთი წუთი ბატონჯაბა კვლელს ვერ დამიძახებ და მე შემიძლია პოლიტიკურად დავხსნით თუ
დამამთავრებელი. პოლიტიკური დამნაშავეები, კარგი დამნაშავეებს დავარ. ერთი წამი. ამჟამად თქვენ ხართ ახალების კი არა, ახალების პარტიაში იყო დღილე. კაიგა გეყოფა შენ რა და. გეყოფა ცოცხალი კაცი გიზი ვარ. შენც იყავი იმ ერთ-ერთი 2008 წელს ინგა გრიგოლიას გადაცემიდან გავედი სხვათა შორის. ქალბატონ ინგა გრიგოლიას გადაცემიდან მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერ გონდი ხონიზიებაზე და 6 ნაკერი დამადეს თავზე, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი მქონდა და შენც იყავი გოკა და გეყოფა ეხა მოთვა რა. და შენმა მეგობრებმა გადაწემდა ხელი მოხდა მე ვიყავი. ყველა იქ იყავით იმ ეთერში და დაუწერე გაცხადება. ამასთან დაკავშირებით რომ მეორეჯერაც გავაკეთე. ცუდი იყო, თქვენ ხელი მოხდა. ეხლა ხდება ოპოზიციონერი. დამამთავრებელი, ხო და მაგაზე ვსაუბრობ, ეხლა ხდება ხელი. დამამთავრებელი. როგორ შეიძლება? თუ შეიძლება რა. ამაზე ლაპარაკი ეს არ გამოდის. ათქვევინოთ ერთი წამი. მაინც ვიტყვი ხა, ხო იცი ხა შენ რომ მაინც ვიტყვი და მაცალე. ბატონ ჯაბა, აი როგორ შეიძლება? აი რაღაც ყველაფერი ჩვენ დავტოვეთ წარსულში. ყველაფერია. რა დატოვა? მელომაჩნეთ რომ დაორგანიზებს საკრებულში. რა მალაპარაკო, მაინც ვილაპარაკო. ბატონ ჯაბა, აი ერთი წამი. გააგრძელეთ უბრალოდ შეკითხვა უნდა დაგიწყოთ. აი როდესაც ეუბნებით რომ კვლელებიო მიმართეთ პირდაპირ ხომ? იცით აი მაყურებელი უყურებს ახლა ამას და გეტყვით რომ დებატებში ხართ ერთ სტუდიაში თუ მკვლელი რატომ არ დასაჯეთო აი უბრალოდ ამას აი თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს მაგალითად მე ვარ მკვლელი თუ შეიძლება მიმართეთ ვინ აი ბატონო მაგაზე გასაგებია ჩვენ გქონდა ესეთი კამპანია სხვათა შორის ამ ადამიანების მიმართ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ არაერთი კამპანია გაგვიკეთებია ჩვენ გირგულიანის ვაზაგაშვილის სხვადასხვა ახალგაზრდა ბიჭების ბობაკიძის გამცემლიძის 155 ადამიანი იყო ჩვენ სიაში რომლის სიცოცხლის უფლებისთვისაც ვიბრძოდი არაერთხელ მიმართეთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამ ადამიანებს და მაშინაც ვეუბნებოდი და დღესაც გავუმეორებ და ამითი გაგცემ პასუხს რომ დუმილი მაშინაც ეხას და ყოველთვის ნიშნავს დანაშაულში თანამონაწილეობას მათი დუმილი დავამთავრებელია და ეხავე ყველანაირი ძალაუფლება ვინმე რამე წაართვა ამაზე პასუხისმგებლობა ვის ყველაფერზე რაც რა სარალიზეს ყველი დავამთავრებელი ხელი დააფარა არ მოგთოთ ხელი დააფარა კარგი ბატონო ანუ ამის უფლება მართლა მაინტერესებს ამ შეკითხვაზე პასუხი დავასრულებინო ადამიანები იძახიან რომ 2012 წელს ის რა სუდი იყო ხალხმა უთხრა უარი და აირჩია ახალი ხელისუფლება და უნდა დამკვიდრებულიყო ახალი დროება რაც მიიღო თავისთავად მაგრამ ისინი როდესაც გვეუნებიან რომ კი ლევან ყიფერმა მიიღო ხელისიკეთ ჩვენ წარსულში იცით რა დამნაშავეები ვიყავით 5 წლის უკან დაახლოებით მე კაცი მოვკალი ან აღჩენები გავაყო რა მნიშვნელობა აქვს და იცით რა არის აი დღეს ქართული ოცნებაა და დღეს ამას აღარ გავაკეთებ მე და მოდი შენ ამირჩიე ეს ხო არის ამომრჩევლისთვის აი მორალურად გეუბნებით თვალებში ნაცრის შეყრა რას ნიშნავს ეხლა რას ქვია რას ლაპარაკობ ეხლა ყველა თქვენ ხართ გოკა დამნაშავეები თქვენ ხო იცით ციხეში რატომ არ შეხედა ბატონო ჯაბა საუბრობ ეხლა არა თუნდა მორალურად პიროვნულად კაცი არ მოუხლია მაგრამ იმ რეჟიმს აძლიერებდა ესე მოხვედით ხელისუფლებაში აი სანდროს კლავდა ახალგაზრდა ქართულ ბის ტყეში იმ რეჟიმს იმ პოლიციელებს აძლიერებდა თავისი ყოველდღიური მოღვაწეობა პოლიტიკური თვალსაზრისით დამნაშავეებს ადამიანი რა თქმა უნდა ეს ადამიანები ჩვეულებრივი დამნაშავეები დღეს კიდე მოდიან და რაღაცას აქეთ რაღაცა სიცრუის შექმნას ცდილობენ სიცრუის იმის რა ქვია მოყოლას ცდილობენ ამომრჩევლისთვის კი ბატონო გასაგები 9 წელს კიდევ ერთხელ გავიმეორებ აი როგორ დაგაცანე თქვენი გაგული დამნაშავეები ჩვენ არა გვაქვს პრობლემა ბევრჯერ ბატონო განსხვავებული აზრი კრიტიკა არის ძალიან მაგარი მართლა გეუბნები კი იმიტომ მოიყვანეთ მელოვაჩრაძე საკრებულოში ხო მიძინას რომ ერთვარად აძლევდით მიწას ეს იყო თავპირის მტრევის ბოღმის ხევის საგანი დიდი მადლობა ახლა ბატონ ზაზაგაბუნიას მოусმინოთ ბატონ ზაზაგაბუნიას მოусმინოთ ესე იგი ძვირფასო წამყვანებო ესე იგი ბატონმა გოკამ თავს უფლება მისცა ბატონმა გოკამ ეკითხა რა თქმა უნდა რიტორიკულად რა განსხვავებაა რა შეიცვალა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მე მივიმოძეთ რამდენიმე ესეთი საკვანძო საკითხი ჩამოგითვალოთ ბატონო გოგა როგორც ჩანს ახლახანს დაბრუნდით საქართველოში ან თვალს არ ადევნებთ პროცესებს მაშინ როდესაც ეგზისტენციალური აი გადარჩენის პრობლემა იდგა საქართველოს მოქალაქეს თუ კი მას განსხვავებული აზრი ქონდა ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრი აი ასეთ ვითარებაში ცხოვრობენ ჩვენ დღეს ადამიანის უფლებების მხრივ ჩვენ მივახციეთ ისეთ სტანდარტს რომელზე უბრალოდ ფიქრი და ოცნებაც კი შეუძლებელი იყო თქვენი ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე ერთი მეორე როდესაც ლაპარაკობ სასამართლო ხელისუფლებაზე ყველაზე უფრო მძიმე წყლულზე თქვენ სახელისუფლების ხეულზე
მაშინ როდესაც 0.00001%-იც კი არ იყო საზოგადოების რიგითი მოქალაქის სასარგებლოდ გამამართლებელი განაჩენები ჩვენს ვითარებაში, ჩვენი სასამართლო ხელისუფლების და იმ რეფორმების პირობებში მოქალაქეს აქვს ნდობა და აქვს ძალიან კარდინალურად სადა დედამიწასავით გაცილებით მეტია გამამართლებელი განაჩენები. ადამიანმა მოქალაქემ იპოვა სამართალი სასამართლოში, სასამართლოს მიმართ ამას საიდან ასწრებს იმ კონსტიტუციურ ორგანოში, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი, მიდის მოქალაქე და ამ სამართალს სტატისტიკა ამბობს ამას სამართალს პოულობს. ეს არის ყველაზე სწორი და კარგი ინდიკატორი. მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ როდესაც იქი არ იჩაგრებოდა კი არ ილახებოდა უბრალოდ და ფეხქვეშ კი არ ითელებოდა ბიზნესის უფლებები. არამედ ბიზნესი იყო თავად ხელისუფლება. შეზრდილი რეკეტის გზით ხელისუფლებასთან ბიზნესი ამ ფონზე ჩვენთან რეკორდულ ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეკორდულ ნიშანს მიაღწია პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში იზრდება მაშინ, როდესაც არის თავისუფლება, როდესაც ბიზნესი არის ხელშეუხებელი, როდესაც ეს დეკლარირებული ღირებულება არის ყველასთვის მიუხედავად იმისა, მოქალაქეა ის თუ ბიზნესის კეთება უნდა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი საკითხი აგრეთვე ისიც, როდესაც ვლაპარაკობთ მათ შორის ღირებულებებზე, საერთაშორისო საკითხებზე. თქვენ ეს კონდათ დეკლარირებული, ამას იყავით ამოფარებული, როგორც ლეხვის ფოთოლს და არაფერი საერთო ღირებულებითად ევროპასთან თქვენ არასდროს არ ქონიათ და ჩვენი ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული სტატუსი შეიძინეს საქართველოს პასპორტმა. ეს არის 2x2 4. ასევე მე მინდა შევეხო წეღან იქ ნათქვამ საკითხს, აი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემო ესეთი განცხადება გააკეთა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ შესანიშნავად იცის სად ჩამოვიდა. რომ ეს არის სახელმწიფო, სადაც საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება დემოკრატიულად. ის არის ჩვენი უმთავრესი გზავნილს, რომ სამართლიანად უნდა წარიმართოს დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის მივალ მანდატს. ის არის ჩვენი ყველაზე ძლიერი, ყველაზე საიმედო პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ გვაქვს. ზედმიწევნით სიღრმისეული ურთიერთგაგება მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ესეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორც არის დემოკრატიის არჩევნები, არჩევნები ბოლოს არ შევეხო თუ შეიძლება და შესაბამისად მან იცის, რომ საქართველოს ახლაც ამ ტესტს ჩააბარებს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის მიხედვით და აუცილებლად უნდა შევეხო იმ უპასუხისმგებლო სხვა სიტყვას. უბრალოდ მე ვცდილობ, რომ რაღაცა ტერმინებით არ გავაცხელო ტემპერატურა ბატონო გოგა, მაგრამ ის რაც თქვენ თქვით, რომ თითქოს საგამოძიებო კომისიამ გამოკვეთა, რომ ხელი დააფარა ხელისუფლება ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ არ წაგიკითხავთ თქვენ საგამოძიებო კომისიის დასკვნა. იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიამ ვერ თქვა ვერაფერი იმაზე მეტი ვიდრე პროკურატურამ. საგამოძიებო კომისიამ ამით თქვა, რომ არავის ხელისუფლებიდან არც ერთ პირს არ დაუფარებია, არაფერი დასამალი ამ საქმის მიმართ, ხორავა საქმის მიმართ ხელისუფლებას არა უნდა შეგახსენოთ. შესაბამისად ობიექტურად წარიმართა ეს პროცესი, როგორც დადგენილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ამ დადგენილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბევრი ღონისძიება, რომელიც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ და არ ჩაატარა. რას ნიშნავს? იქ იყო დაახლოებით 15 პუნქტია ჩამოთვლილი. ჩემთან არის ეს. 15 პუნქტია ჩამოთვლილი ბატონო ზაზა, რომელიც არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კამერების ჩანაწერების ამოღება და ასე შემდეგ და თქვენ ფიქრობთ, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა ამოწურულია და პასუხი გაცემულია? კი ბატონო, მოკლედ უნდა გითხრათ, შემდეგ ბატონ გოგასთან გადავიდეთ. ჩვენი უმრავლესობის დადგენილებაში ეს სიტყვები წერია, ჩემო ლეონ, ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ ხელისუფლება არის სრულად ღია და გახსნილი ამ პროცესისადმი და რაც ბოდიშ ვამთავრებ ლეონ ბოდიშ ვიხდი და რაც ნახა იქ ხარვეზის სახით ეს დაწერა კიდეც და არ დაუმალია და დამალავდნენ კი არა, საერთოდ დაწვავდნენ იმ დოკუმენტაციას, როგორც ხდებოდა გვახსოვს. ამიტომ ეს ჩვენ ჩავწერეთ, მაგრამ ის რომ რაღაც ღონისძიება არ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ეხლა ჭკვიანი კაცი ხარ, ეს არ ნიშნავს ხელის დაფარებას. მოდი ამაზე შევთანხმდეთ რა. ხელის დაფარება არის ერთი ძალიან მძიმე დანაშაული, რაც არ გამოუკვეთია არავის და ვერ დაადასტურა ვერავინ, მაგრამ როდესაც რაღაცა იყო ჩასტარებელი და უნდა ჩატარდეს, ეს პირველ რიგში ხელისუფლებამ მოუწოდა. კარგით, გასაგები ბატონო გოგა, სასამართლოზე, ბიზნესზე, არჩევნებზე ყველაფერზე გიპასუხათ ახლა ბატონმა ზაზამ და რაღაც დრო თქვენისათვის რო ჩემი პოზიცია. მოკლედ გეღიმებოდათ ამ ყველაფერზე. ხო, მეგიმებოდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვხედავ რა მდგომარეობაში ახლა ხელისუფლება. რა ჭკუაზეა და როგორ უყურებს თავის თავს, ხო? კონკრეტულად გამოძიებაზე და სარალის ეპიზოდზე მე ირმა უფრო დეტალურად უპასუხებს, იმიტომ რომ კომისიის წევრი იყო, რომელმაც დაადგინა ზუსტად რომ კონკრეტულ დამნაშავეებს დაეფარა ხელი, მაგრამ ირმა უფრო დეტალურად ისაუბრებს. აი ამას ვიძახი სწორედ. ჩვენი ხელისუფლება მოვიდა 2003 წელს. 2012 წლამდე ყველა დამკვირვებელი საგარეოს თუ საშინაო თითქოს რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ბევრი ცუდი რამ გაკეთა, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთა 2003 წლიდან 2012 წლამდე ქვეყანამ ნაბიჯები გაადგა წინ. როცა ქართულმა ხალხმა ჩათვალა, რომ მას აღარ უნდა ეს ხელისუფლება და ეს ხელისუფლება გამოცვალოს, ქართულმა ხალხმა ეს ხელისუფლება გამოცვალა.
ეხლა ახალი ხელისუფლება მოვიდა მანდატით რაღაცა გარკვეულ საკითხებში სიტუაციის გაუმჯობესების, რაც იყო მათი გზავნილი, რაც იყო მათი სათქმელი, ხო? რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ვხედავთ, რომ ეკონომიკურ მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. ინვესტიციებს აწოდებენ გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციაში. თუ ეს ფაქტია. ქვეყნის ვალუტის კურსი არის გაუფასურებული, ლარი გაუფასურდა, ქვეყნის მთლიანი GDP დოლარში არის შემცირებული, სიღარიბე იმავე სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, რომელიც ამ ხელისუფლებას წარმოადგენს, არის სიღარიბე არის გაზრდილი, ადამიანების უმეტესობას, ოჯახების უმეტესობას უჭირს. ეხლა რაც შეეხება სიტუაციას მაგალითად საფრანგეთში მოხს მაშინ ხელისუფლებას ეს ჰაერიდან. ხო, ეხლა ხელისუფლება აი გამოქვეყნდა ეხლა ბოლო მონაცემი ბოლო კვარტლის GDP-ს დისა და არის 2%, ხო? 2% GDP-ს და ნიშნავს, რომ ქვეყანა ფაქტობრივად ერთ ადგილზეა, თბილისში კიდე რაღაც და არის და რეგიონებში არის მინუსი, ეს ამას ნიშნავს გასაშვალოებული 2%. ეხლა ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ მდგომარეობას, ის არ გაუმჯობესდა. იყო ლაპარაკი ტარიფების შემცირებას და განახევრებას, ეს არ მოხდა. იყო ლაპარაკი ფასების შემცირებას, რომ ბენზინიდან ვიღაცას ლარი მიაქვს, თქვენ ხედავთ ბენზინის ფასს აჭირს. იყო ლაპარაკი, რა ვიცი, უფასო ფულზე, შეღავათიან კრედიტებზე, ტოტალურ დასაქმებაზე, 1000 ქარხანაზე. მაგრამ უკეთესი სასამართლო გვაქვსო ადამიანის უფლებები არა გვაქვს ბიზნესი თავისუფალია. ამას ვამბობ. ხელისუფლებაში როცა ხარ, კი მესმის. მორიდებით ერთ ფრაზას გეტყვით, არ გაწყვეტით. ხელისუფლება, არა, ნუ შემაწყვეტ, მე ჩამოვთვალე ციფრები და თქვენ ციფრებით ილაპარაკეთ, თორე არ დამაჯერებელი იქნება ეს. ციფრებით გეტყვით. ციფრებით, როგორც მე ციფრები. მაგრამ ბატონ ზაზა, ლამის სიღარიბის გამო გაუშვითო წინა პრემიერ-მინისტრი ასე გამოგივიზარდა და. ხო, ანუ საუბარი იმაზე, რომ მაგალითად რაღაცა პრინციპული გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში და რაიმე პრინციპული ნდობა მოიპოვოს სასამართლომ, ეს ასე არ არის. იგივე ადამიანები, ვინც ამ სასამართლოში ქმნიდნენ იმ სისტემას, რომ სასამართლოს ნდობა არ ქონდა და ამის გამო ჩვენ როცა ბატონი ჯაბავს, აი აგეთ თქვენ პასუხი, კი 2012 წელს ჩვენ ვაგეთ პასუხი ქართულმა ხალხმა, ჩვენ დაგვამარცხა არჩევნებში, ეს არის პასუხისგება პოლიტიკურად და თუ ლაპარაკობთ მორალურად, ეხლა თუ კონკრეტულ დანაშაულებებზე ვლაპარაკობთ, არ ამგონია რომ მე მეგონოს რომ თქვენ ვიღაც ყავთ მოკლული, არა მე ვიღაც ყავს მოკლული. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისგებლობას, ეს პასუხისგებლობა მოდის არჩევნების სახით და ეს პასუხისგებლობა ამათიც აუცილებლად დადგება. ეხლა თუ ვიღაცა არის ესეთი გულუბრყვილო თვლის რომ ხელისუფლებაში იქნება მუდმივად, მას არ მოთხოვენ პასუხს სიღარიბის ზდაზე, არ მოთხოვენ პასუხს გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. თუ კი კარგად შეახსენებენ და შეინახავენ ამ 9 წლიან მახსოვრობას, აი ბატონი ჯაბა ამბობს რომ არ დავიღლები ამის შეხსენება. არ დაიღლება ბატონი ჯაბა. ხალხმა 2012 წელს დასკვნა გამოიტანა უკვე იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რომლიდანაც გამოიტანა, მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა საზოგადოების ნაწილის თვალში გადაფარა სიმძიმეებმა, სირთულეებმა და პრობლემებმა. ამიტომ ჩვენ დავუმასდით არჩევნებში. ეხლა დადგება ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უკვე. პოლიტიკური პასუხისმგებლობის მე არ მინდა გავიმეორო ეხლა ამათი სტილი და ვიღაცას ვეძახო მკვლელი, დამანაშაუე, მკვლელობაზე ხელის დამფარებელი, კორცხელისა და რაღაცები ჩვენი თანამოაზრეების ცემის გამო ამათ უწოდო რაღაცას დამანაშაუე. არ მინდა. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე. რაც ქართულ ოცნებას გადავაცილებთ. ქართულ ოცნებას რაც გააფუჭდა. მით უმეტეს ამ ფონზე როგორც კანდიდატიც ხავთ, ეხლა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ჩემი აზრით სრულიად მიუღებელი არის ქართული საზოგადოების უმეტესობისთვის. ეს პასუხისმგებლობის მომენტი ჩემი აზრით უკვე დადგება. ეხლა დადგება გასაგებია დაიმახსოვრეთ თქვენ რეკლამის ეს ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატია. მადლობ, რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვარ და იმ მომდევნო ბლოკში უფრო მეტ დროს დაუთმობთ უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებს. დაგველოდეთ. ჩვენ დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში გრძელდება ჩვენი დებატები. ზაზა გაბუნია, ჯაბა ჯიშკარიანი, გიორგი გაბაშვილი და ირმა ნადირაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. გადაცემის ამ ნაწილში უმეტეს დროს ჩვენ დაუთმობთ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ წინა ბლოკიდან გადმოყვა რამდენიმე თემა, რომელზეც საშუალებას მივცემთ ახლა ირმა ნადირაშვილს. ეს ეხება ომეგას სკანდალს და ასევე დროებით საგამოძიებო კომისიაზეც გსურდა თქვენ რაღაცის თქმა. მოდით დავიწყოთ ამ თემებით, შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნები. პირველ რიგში პირველ რიგში დროებით საგამოძიებო კომისიაზე მინდა ვთქვა, რომ კომისიამ იმუშავა ძალიან დაკვირვებით და პირდაპირ დაადგინა
პირები ჩამონათვალი არსებობს ამ კონკრეტული ადამიანების, ვინც ხელი შეუშალა გამოძიებას და გარდა ამისა გამოკვეთა კიდევ ერთი ფიგურანტი, რომელმაც კომისიის აზრით მიიღო მონაწილეობა სწორედ ამ ჯგუფურ მკვლელობაში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ჩანაწერები არსებობს კომისიის დასკვნაში და რეკომენდაცია არსებობს, უმრავლესობამ არჩია, რომ ისინი ქცეულიყვნენ პროკურატურის მირზა სუბელიანის და შინაგან საქმეთა მინისტრის ადვოკატებად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ძალიან სამწუხაროა და უარი თქვეს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. საქმე იმაშია, რომ უმრავლესობა ხალხის უკმაყოფილებას ზომავს იმით, რამდენი ადამიანი დგას ქუჩაში და ეს არ არის მთავარი საზომი, ნამდვილად არ არის. არსებობს ადამიანი, ზაზა სარალიძე, რომელიც დღემდე თვლის, რომ სამართალი არ აღსრულდა და არ უნდა გავზომოთ ხალხის უკმაყოფილება ქუჩაში მდგომი ადამიანების რაოდენობით. ეს არ არის სწორი. ეს უკმაყოფილება გროვდება და მას აუცილებლად სჭირდება გამოსავალი და ეს უკმაყოფილება თავის გამოსავალს იპოვის. რაც შეეხება ჩემი ოპონენტების მთავარ ხაზს, ჩვენ ნახეთ, რომ აქ ძირითადად ისინი ცდილობენ, რომ აპელირება იყოს წარსულზე და ეს აბსოლუტურად მესმის, რატომ ხდება, იმიტომ რომ მათთვის არის ერთადერთი გამოსავალი, რომ წარსულისგან კიდევ ერთხელ შექმნან საფრთხობელა და არ გაახედონ ამომრჩეველი მომავლისკენ, იმიტომ რომ მომავალში დაწუხოში რა გვაქვს, რაზე აქვთ ამ ბატონებს სალაპარაკო იმაზე, რომ არიან ბავშვების ძალიან დიდი რიცხვი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში და სიღარიბეში ცხოვრობენ. 100,000-ზე მეტი პენსიონერია ბატონ ჯაბა, რომელთაც როდესაც მედიკამენტების ყიდვა სურთ, მათ ამისი საშუალება არ აქვთ. რაზე უნდა გველაპარაკონ ეს ადამიანები ჩინჩალაძის და მურუსიძის სასამართლოზე აპირებენ ახლა ჩვენთან საუბარს თუ იმაზე როგორ საერთაშორისო სკანდალში გახვიეს საქართველო, როდესაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მუხტალი უბრალოდ გააქრეს აქედან და იგივე ყველაზე მთავარი ამ ბოლო დროს ძალიან დიდი სკანდალია ომეგა საქმის ირგვლივ და ყველა ხედავს და ყველა ხვდება როგორ ექცევით თქვენ ბიზნესს და თქვენ სახე დღეს არის ბატონი ვანო ჩხარტიშვილი. ბატონი ვანო ჩხარტიშვილი არის დღეს ქართული ოცნების სახე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიკლუხო მაკლაი არა. ბატონი ვანო ჩხარტიშვილი წარმოგადგენთ თქვენ ბატონზე და მე არ ვერევი თქვენ საუბარს და შეიძლება მათზე. კოდუა იყო ეგ არაფერი და კასეში დაწამები ადამიანები. ეხლა მე გონდა გავაგრძელო ამაზე რომ პიროვნულ შეურაცხყოფას განვიხილე ერთი წუთი. ვანო ჩხარტიშვილი პიროვნული შეურაცხყოფაა თქვენთვის დავაკონკრეტოთ. აბა რა გითხარით? მე გითხარით რომ ვანო ჩხარტიშვილი თქვენი წინადადება. ის რომ თურმე ჩვენ არ უნდა გელაპარაკოთ. უკაცრავად. არ დამისვრო. მე არ მითხოვს, რაზეც გინდა იმაზე ილაპარაკე. რომ არ გაცალეთ ხელისუფლებაში ყოფნა და ადამიანების ხოცვა. ეს არის უტიფრობა. დილობა გამოიჩინეთ და მაცადეთ. დილობა მაცადეთ. თქვენი პათეტიკა არაფერ შოშა აღარ გაგივათ. ამით უკვე. არ გაგივათ, ალბათანო ერმა. მაცადეთ აზრის დასრულება. უკაცრავად. ეხლა მე არ გადმოვა და ქართული ერი როგორ გააფარჩაკეთ და რო არ დაგცადათ ეს ყველაფერი. დილობა იქნია და მაცადეთ. მე იმას ვამბობდი, რაც თქვენ მიიღეთ პიროვნულ არ მოგბეზდა კიდევ ერთხელ გამეორდები. პიროვნულ შეურაცხყოფად მიიღეთ, როდესაც მე ვთქვი, რომ ვანო ჩხარტიშვილი არის მანამდე გაგახსენებთ ამ ყველას. ძალიან სასაცილოდ გამოიყურა. მართლა სასაცილოა, ბატონ ჯაბა, ეს ჩახვევა. ქართველი ამორჩეველი არის. მოდი ჯერ ხალხის ნების გამომხატველი. დავასრულებინოთ. დამასრულებინო, ბატონ ჯაბა, შეიძლება რომ გოგა ხაინდრავასთან ერთად ვინც უარი უთხრა. ხაინდრავას მეტი აღარავინ გიჭერთ ხარ, ძალიან სამწუხაროა ეგ თქვენთვის. მე ვამაყობ ქალბატონს. უკაცრავად, სადღეგრძელოებს უმეუბნებით, მომავალზე ლაპარაკეთ. მაცადეთ, სამომეზურებ, არა, მე ვერ უნდა დავაკავრო, ბატონ ჯაბა, მე ვაპარაკობ. უხერხულია, დილობა გამოიჩინეთ და საუბარი გადავალთ. გასაგებია, გადავალთ ამ თემაზე, დავასრულებინოთ აზრი ერთმანეთს. კარგად გიცნო, დავასრულებინოთ. არ გიქხენ როგორც ოპონენტის არ გიქხენ. მე ვარ ის ხალხი, რომელიც აწამეთ თქვენ დადაწყვეტილებას. ხალხი არა ხარ, თქვენ ხელისუფლება წარმოადგენთ, ბატონ ჯაბა, მანამდე ხალხი ვიყავი. ხალხისგან მომდიოდა შეიძლება ახლავე. ბატონ ჯაბა, არაერთხელ ხელში აწამეთ და ძვლები ამ ბატონ ჯაბა, მე ეს ადამიანი მოგცემთ სიტყვას, სადაც თქვენ დაასრულებთ თქვენს აზრს. ძალიან სწორია, მადლობა რომ გაჩვენეთ. შეგაწუხე ხალხის გახსენება. გასაგებია. არაერთხელ შეახსენეთ ამ გადაცემაშიც თუნდაც 10 წელზე საუბრობთ, დავასრულებინოთ თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გასაგებია, ბატონ ჯაბას ტაქტიკაა, ეს არ არის. არ არის ჩემი ტაქტიკა. ეს მისი საქმე პოლიტიკურად როგორ ჩამოყალიბდება. მე
ძალიან სიამოვნებს, რომ შესაძაც ვახსენე, რომ დუანაშ ხარტიშვილი არის თქვენი სახე, თქვენს პიროვნულ შეურაცხყოფად მიიღეთ. რა თქმა უნდა, თუ გაქვთ შერჩენილი მაინც რაღაც სწორია, რომ ასე გადაწყვეტეთ. რაც შეეხება ერთი კითხვა მაქვს, სხვათა შორის ალბათ ძალიან საინტერესო ბატონმა ოქუაშუმა არაერთხელ გითხრა, რომ ჩვენებას რატო არ იძლევა ეს ადამიანი? მაცადეთ. სად არის ეს ადამიანი? ჩვენებას რატო არ იძლევა? ხო გვინდა ყველას რომ დადგინდეს რეალობა საქმეზე და პროკურატურამ გამოიძიოს ეს საქმე. იქ ნახეთ ჩვენ მთელი რიგი ადამიანები, ვინც მივიდნენ, დაიკითხნენ. ეს ტაქტიკა რომ სიტყვა წამართვათ და სად არის ეს ადამიანი? თუ შეიძლება უთხარით თან თქვენ სიტყვაში, ბრძანეთ, სად არის? რატო არ იძლევა ჩვენებას? ლონდონშია, მოდით ლონდონშია, იმიტომ რომ თქვენი სასამართლოს იმედი არ აქვს, როგორც მან განაცხადა არა. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, როდესაც საუბარია ბატონმა ზაზამ გამოქვეყნა თავისი რაღაც ჩანაწერი, ეს პროკურატურის საქმეა, ხო? თქვათ ეს არის ავთენტური თუ არ არის, თუმცა პროკურატურა კარგად ვიცით, როგორი ტაქტიკა გარც ერთ საქმეს, რომელიც თქვენთვის დამაზიანებელი არასდროს არ იძიებდა, ბოლომდე არ მიყავთ, ეს გასაგებია და ეს საქმეც მათ ამ საქმეების რიცხვშია, ბატონი ზაზა ამბობს, რომ მას ივანიშვილის თხოვნით და მასთან საუბრის შემდეგ ბანკში ჩარიცხა 4 მილიონი და შემდეგ ეს 4 მილიონი ბანკიდან გავიდა დარღვევით. ეს 4 მილიონი როგორც ხვდები, ბატონ ზაზა ოქუაშვილთან არ მივიდა. სად წავიდა ეს ფული? არ არის საკითხავი თუ ეს ფულის რემენა იყო, როცა თვითფრინავიდან როგორც გააქრეთ. რაღაცა ჯადოსნობას აქვს თქვენ შემთხვევაში ადგილი. კარგი, ბატონზე. შურს თეთრი შურით შურს ბატონი გოგოს და ქალბატონი ირმა სტატისტიკური შესაძლებლობებით. აი, საიდან გამოდის სოციოლოგიური სტატისტიკური ეს რაღაცა საოცარი. საიდან გამოადნობთ ხოლმე აი მონაცემებს, აი სურათი. აი პრემიერ-მინისტრი რომ მოხდით ის მონაცემებია ბატონო ზაზა. აი სიმყიფე და არაფერი. ვიცი, თქვენ მოხსენეთ მაგის გამო პრემიერ-მინისტრი რა. მე ესე იგი, თქვენ გამოიტანეთ და მას ვეყრდნობით. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ. ყოველ თქვენს მიერ არ აუშვეს. ყოველ თქვენს მიერ დასმულ ეგრეთ წოდებულ არგუმენტაციას შევეცადე რომ იმეყენებია კონკრეტული ციფრები, ემპირიული, სტატისტიკური, ის რაც იკითხება, ის რაც გამოთვლის, გამოკვლევის ხელით რომ აჩვენოთ ესე. ასე თქვათ, ანალიზის საგანია. ანალიზის და კვლევის დიდი ბოდიში მოხდა. თქვენ ერთხელ ბოდიში მოხდეთ ჩამეჭერეთ, მე ბოდიში მოხდეთ ჩაგეჭერეთ. თქვენ არ თქვით რომ ამ კვლევის მონაცემებს დაყნობით პრემიერ-მინისტრი გაუშვით ამ. როგორ გეკადრებთ ახლა მე რამე ესე. სიღარ გაზრდილი სიღარიბე. ახლა მე რამე თქვი ესე. შეჩერებული ეკონომიკა ეს კონკრეტულად ბრალათო კვირიკაშვილს და იუნისეფის კვლევა დაედო საბაბათ თუზეზად რა ვიცი რა. აბა რატო გაუშვით? ბატონო გოგა, ბატონო მე ესეთი რამე ერთი წუთით რა წინ სარდა. თქვენი არგუმენტი იყო ერთი წუთით გავიგე რა სასაუბრობთ. მადლობთ მესმის. წინ სარდა და ესეთი წინ სარდა ესეთი ყალბი ბოდიში ზოგადად აჩვენებს თქვენ ძალიან ყალბ დამოკიდებულებას ყველაფერს მიმართ ეკონომიკა ადამიანის უფლებების სასამართლო რაზეც ისაუბრეთ არაფერზე თქვენ გული არ შეგდიოდეთ არც მაშინ არც ახლა გულგრილები ხართ ამ ღირებულებების მიმართ და აი ეს იყავდა ჩანს გავიგე მაგრამ კვირიკაშვილი რატო გაუშვით ეხლა რა შეეხება იმას რაზეც მე აუცილებლად რატო გაუშვით კვირიკაშვილი ვისაუბრ ეგება გითხათ ეხლა მაინც ამასთან იუნისეფის კვლევა რამეშვაში ამასთან დაკავშირებით ჯერ ერთი ეკონომიკური მონაცემები იყო რამეშვაში კარგი კი ბატონ ზაზა წეგან კითხავთ ამ გადაცემაში აი დებატია როგორი არა ჟარგონზე თუ ვიტყვით მოსულა ასეთი რაღაცეები აქ უბრალოდ უპასუხეთ როდის ვიხდი რა როგორი არათანმიმდევრულები ამბობდნენ გაუშვით თუ როგორი არათანმიმდევრულები ხარ წეგან ამ გადაცემაში თქვენთვის წამყვანების ვამდე შეგიძლიათ ახლა თქვენს რომ შეიძლება დამაცადოთ რა შეეხება ეს იყო განმარტებული ბრიფინგებზე ასე რომ ეხლა ეს არის აქტუალური თემა რა შეეხება ეხლა თემებს რომელზეც თქვენ მოიტყუეთ მეც მაგ ერთი კითხვა ბატონ ზაზა შეიძლება მართლადაც ფული დიდ ავიაციაში იშოვა მართლა ეკითხოთ დიდ ავიაციაში იშოვა თუ არ იშოვა მე მესმის ის კივნეულია ბატონ ჯაბა თქვენი ჯერია ეხლა მართლა გაუჭერდა ბატონ ზაზა ეს ყველაფერს მოგახსენეთ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის რომ როდესაც მე აქ ჩამოთვალე ის სტატისტიკა რომელიც მოასწავებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქართული სახელმწიფოს პროგრესს იქიდან შემოგვაშველეს სიცარიელი ეხლა მე თქვენ გეტყვით ორ ციფრს. თქვენ ისაუბრეთ სიღარიბესთან დაკავშირებით. სტატისტიკის სამსახურს ენდობით? კი თუ არა? გააჩნია სუქში ხო? გააჩნია. რა თქმა უნდა, როცა გაწყოთ მაშინ კიდე ესევი არასამთავრობო საერთაშორისო მონაცემები. ეხლა მე თქვენ გეუბნები სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს. უნდა შეადარო მონაცემებს ყოველთვის. საქართველოს სახელმწიფომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 7%-ით შეამცირა სიღარიბე. ეს არის დაახლოებით 290,000 ადამიანი. ნახეთ საიძე და მე ამის მერე მოიტანენ თქვენი ციფრები და ვერ მოიტანთ. ეს არის სიმართლე. ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. GDP შემცირდა და ხალხი უკვე ცხოვრობს. რეალი შიდა პროდუქტი არის გაზრდილი. ეხლა საიდან ეს სტატისტიკა შემშურდაო ბჭყალებში, სწორედ ამას გაუსწრებს. აგვისტოში 2%. რა შეეხება GDP რო შემცირდა დოლარში არ იცით ეს? რა შეეხება აგვისტოს და რა შეეხება მეორე კვარტალს მიმდინარე წლის.
იგივე სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, რომელსაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 1.9% არის შემცირებული. ეს არის ციფრები, ბატონო გოგა, თქვენ თუ მზად ხართ მედებატო ციფრებზე, საგნობრივად ეკონომიკური დეპატებში საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე არ დამისავრები, არ დამისრულები, როგორ გეკადრებთ. თემას დაუბრუნდეთ. ალბათონმა ირმა დაიწყო ერთიდან და ბევრ თემა შეეხო და მეც ასევე შევეხე. მაგრამ ეს მით უმეტეს ცალკე საკითხები. გავიგება ხო? ბატონ ზაზა, უნდა გადავიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. გთხოვთ რომ მოკლედ თქვათ ამაზე, რასაც აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე არ მქონდა უფლება, არ გამოხმაურებოდი მყავს სტატისტიკას, რომელიც წარმოადგენს ბატონმა და ქალბატონმა. და გონიათ რომ დაასაბუთებთ ხალხი უკეთს. მე თქვენ მოგიტანეთ ციფრები, ოფიციალური ციფრები. ეხლა მაგაზეც გიპასუხებ. საერთოდ არ არის ეს ჩემს მიერ მოყვანილი ციფრები, საერთოდ არ არის თვითმაყოფილების მიზანი ჩვენთვის. პირიქით, ჩვენთვის ეს არის იმის სურათი, რომ მიღწევა წარმატების და პროგრესის შესაძლებელია და უნდა გავაგრძელოთ. აი მხოლოდ ხდება პროგრესი და ამიტომ გავუშვით. ეხლა რა შეეხება ქალბატონ ირმას მიერ ნათქვამს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებთ ეხლა. არ არის ეს ასე. თქვენ ხო იცით რომ რაც თქვენ თქვით ეს სიმართლის არ შეესაბამება. რომელი? თქვენ იგივე ვერსია დადეთ ამ საქმის ხორეოს ქუჩაზე გამოძიებისა, რაც პროკურატურა. ჩვენ ახალი ფიგურანტი დავასახელეთ. და ვერავინ ვერ დაასახელეთ. ფიგურა დავასახელეთ. ვერაფერი ვერ დაასაბუთეთ და ისეთივე ბელეტრისტიკულია მსჯელობა ამ საკითხზე თქვენ როგორც ახლა დებატები ეკონომიკაზე კარგი ბატონჯობა უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი თქვენ უკვე ახსენეთ აი ამ კამპანიის შესახებ მინდა როცა ახალი ფიგურანტი ბიჭებს უჩვენებს დანას ეს არ გინახავთ კარგი ხელის დამფარებელია არ გამოგიკვეთიათ იმიტომ რომ არ არსებობს ხელის დამფარებელი სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ბატონო გოკა არ არსებობს ადამიანი რომელმაც ვინმეს ხელი დააფარა ამიტომ ვერ გამოკვეთეთ კომისიამ თქვა აღმოაჩინა ახალი ჩანაწერი სადაც ახალი ფიგურანტი უჩვენებს დანას იქვე არის ჩვენებები რო ეს დანა დასაგებ ბატონჯობა საპრეზიდენტო კანდიდატზე თქვენ არის ჩვენებები სადაც იმ ფარდოში უფრო ხშირად ხელისუფლებიდან განცხადებები რომ პირველსავე ტურში მოიგებს სალომე აგიგეს დასაკრებად ეს იყო დანის ტარი კომისიის სტატუსი დავსვი შეკითხვა რა გაძლევთ საფუძველს რომ პირველსავე ტურში მოიგებს სალომე ზურაბიშვილი როგორც აი აღნიშნავ კიდევ ერთხელ უფრო და უფრო ხშირად ისმის ხელისუფლებიდან ეს განცხადებები. სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული კანდიდატი, სწორედ ამიტომ იქნა ჩვენი გუნდის მხრიდან ხარდაჭერილი, ჩვენ შეგნებულად არ დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატი და დამოუკიდებელ კანდიდატს ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება რომ დაუჭერდით ხარს და სალომე ზურაბიშვილი მე დარწმუნებული ვარ, მე ვიცი ყოველდღურად მოძრაობს საზოგადოებაში, ეს არ ეხება მარტო მთაწმინდის რაიონს, სადაც ქალბატონი სალომე და მე ვართ პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, არამედ სხვაგან თბილისში, რეგიონებში აბსოლუტურად ვიცი მის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, უпростоრად საზოგადოების დამოკიდებულება ქალბატონის სალომეს მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველ ტურში ღირსეულად რადგან იცნობთ თქვა საზოგადოების ამ დამოკიდებულებას, მისმა განცხადებებმა გამოიწვია თუ არა საზოგადოებაში იმ ნაწილში რომელთანაც თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ პროტესტი, შეკითხვები, რა ვიცი, გაბრაზება რომელმა განცხადებებმა თუ შეიძლება ქალბატონმა სალომემ გააკეთა შემდეგ განმარტება რომ არასოდეს იყო აქმული ეს კონკრეტული განცხადება, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ ხშირად ჩვევიათ, მათ უჯრედ რუსთავიორთან ერთად საზოგადოებას თეშტომაში შეიყვანონ და ეს არის მათი კონკრეტული წესრიგი, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენი წარმოთქმულის, ჩვენი მესიჯის არასწორი ინტერპრეტირება მოხდეს და საზოგადოების ფორმამდე არასწორი ინტერპრეტირება და ამაზე ხშირად საუბრობს მართველი გუნდი. სალომე ზურაბიშვილი 2012 წლის 9 ოქტომბერს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციებს გამარჯვებიდან 8 დღის შემდეგ და ასეთ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მისი 10 ოცნება არის და ერთ-ერთი არის ასეთი დიდი ხანი ვიფიქრე მეოცნება თუ არა, რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში. ალბათ იმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი, კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირ შემთხვევაში გაზიარება და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება, მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როგორც გამაერთიანებელს, დამაწყნარებელს და წამყვანს თანამედროვეობისკენ. თქვენი გუნდი მათ შორის ბატონო ზაზამაც რამდენიმე წუთის წინ აქ თქვა რომ დეკლარირებულად ყოველთვის საუბრობს რომ ევროკავშირი და ნატო არის საქართველოს პრიორიტეტი. შედეგებს მოვიტანეთ. ყავთ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არ ოცნებობს ნატოზე და ევროკავშირზე. ამას როგორ ახსნით? თქვენ თქვის აი ეს არ არის კითხვის ნიშანი? ზოზა ჩემთან არის სიამოვნებით კი რომელიც მიპასუხე ხო ნუ პირველ რიგში ბატონჯობა 9 წელზეა მოსული და პირველ რიგში არა მარტო თქვენ კანდიდატებს ვისაუბრებთ ძალიან პირველ ეხა ეს ციტატა თქვენს კანდიდატებს ეს არის
ახლა ინტერპრეტაცია არა, როგორ გეკადრებთ ურმეს პატივისცემით? მადლობთ, როგორ გეკადრებთ, ამას არ ვამბობ, მაგრამ ეს ციტატა ამბობს იმას, რომ ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ნატო არ არის პრიორიტეტი. როგორ გეკადრებთ? ბატონზაზა, მეორე უნდა წავიდე. არ არის საჭირო. მე მაქვს ჩემი, ასე ვთქვათ, ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში. ალბათ იმიტომ, რომ ახლოდან მაქვს ნანახი და მოიფიქრე რამე თორე დაინგრავა. დამში. პირველ თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ საუბრობთ ერთი წამი, როცა დაფიქრდე და რამე მოიფიქრე. მადლობთ, დიდი მადლობა. მოიწვიეთ ეს კაცი დადგარეში წამყვანას და გამოგადგეთ იქიდან. იმიტომ რომ სახალისო რაღაც პასაჟები შემოაქვს. კი, ნიჭიერი ჟურნალისტია ბატონი გოგა, მე უნდა მოფიქრებული კონტექსტი. მე ნიშნის მოგებით, ანუ ნიჭიერი ჟურნალისტი იყო, გაცილებით დიდერი პოლიტიკოსი, უგაცრავად. ეხლა რა შეეხება ამ საკითხს? ეგ ჩემზე უნდა გეთქვათ, რა შეიძლება. ალბათ სალომე ზურაბიშვილზე ვლაპარაკობთ, მეგობრებო. ადამიანზე, რომელიც 1972 წლიდან იყო საფრანგეთის სახელმწიფო წარმომადგენელი. ამ ციტატაზე ვერ მოიფიქრე, ხო? ერთი წუთით პასუხი. არ არის ეხლა ძალიან სუბუქი მიდგომაა საკითხის. სუბუქი როგორ არის? ციტატა წაგიხსენებ კომენტარი გააკეთე. მაშინ ჩადე, ხო და ჩემი არგუმენტაცია მაქვს ამაზე ადამიანი რომლის დიპლომატიური საგარეო კარიერა იწყება 1972 წლიდან და ის მოითulis რომში, გაეროში, ევროპის უსაფრთხოების არ ვიცი, ყველგან სადაც ოდის ვიხდი რა, სადაც იჭედება ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა. სადაც იქმნება ეს ხოლგა, სადაც მიდის დისკუსია ამ საკითხებზე, ყველგან მაგას ამბობს ქონია შეხება და ამიტომ ამას ვკითხულობ. თქვენც იზიარებთ ამ პათოს და პოზიციას? მე ვიზიარებ იმ პათოს და პოზიციას, რაც არის ნათქვამი ქალბატონი სალომეს საზოგადოებასთან შეხვედრებზე, რომ ჩვენი საგარეო არჩევანი არის უალტერნატივო, ეს არის ევროკავშირი, ეს არის ნატო, ამაზე მე როგორც ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეს, ამაზე არაერთხელ ვისაუბრია მასაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეკლარირებული პოლიტიკა მისი მხრიდან, პოლიტიკა, რომელსაც უბრალოდ კი არ შეინარჩუნებს როგორც პრეზიდენტი, არამედ გააძლიერებს და გააღრმავებს ამ კავშირებს ჩვენს ევროატლანტიკურ კავშირებს საქართველოს სახელმწიფოს. ეს ერთი. მეორე, ეხლა როცა ვლაპარაკობთ მათ შორის იმ საკითხზე, სადაც გონიათ, რომ ეს აქილევსის ქუსლია სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის, რასაც ეხლა მეც გავიმეორებ, რომ იმ აგვისტოს აქტში საქართველოს არის მართალი. საქართველოს არის მართალი და ამის იქით არის ინტერპრეტაცია. არაფერი არ ყოფილა ნათქვა. მე ვამბობ, იმიტომ რომ მთელი ეს რაღაცა პროპაგანდისტული ინტერესები ეფუძნება ამას, რომ ნახე რაღაც სუდა თქვა და მოღალატო. რას ნიშნავს ეს? ცხელკვალზე, აგვისტოდან ცხელკვალზე იმავე წელს სალომე ზურაბიშვილი იყო ევროპაში და საქართველოს ინტერესები შესაბამისად შეხვედრას მართავდა ევროპულ საზოგადოებასთან. ის კავშირები, რომელიც სალომე და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ბოდიშურტი ერთი წინადადებით ვამთავრებ. ის კავშირები, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამდენ მრავალათეულწლიანი დიპლომატიური გამოცდილებიდან აქვს, იქნება გამოყენებული მომავალში მისი მხრიდან, რომ ეს კავშირები გაძლიერდეს. კარგი, დიდი მადლობა. მხოლოდ პროპაგანდაა ის, რაც სალომე ზურაბიშვილის გარშემო ახლა ხდება. არა, რა თქმა უნდა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები, რომელსაც ის გამოხატავდა და გამოხატავს, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია, ჩემთვის მიუღებელია, გასაგებია, მე პოლიტიკური ოპონენტი ვარ, დარწმუნებული ვარ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. მაგალითად, რაც ეხლა თქვენ წაიკითხეთ აქ კიდე სხვა ოცნებაც არის, რომ დავივიწყოთ სიტყვა დაბრუნება, დავივიწყოთ სიტყვა ტერიტორიები, ასეთი მოწოდებაც აქვს რეინტეგრაციის მინისტრისთვის და სიტყვა რეინტეგრაცია ზოგადად არ მოწონს. ანუ თulis რომ ეს საკითხი უნდა დეაქტუალიზირდეს საქართველოში. ასევე თulis რომ ევროკავშირი და ნატო არ არის ის პარტნიორები, რომელიც საქართველოსთვის სასურველი და საოცრებოა მომავალში. ის მისი სიტყვები იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდას ძალიან ადვილად და ძალიან ბევრჯერ გამოუყენებია. მაგალითად, პრეზიდენტ პუტინსაა გამოყენებული მისი სიტყვები, როცა ის საუბრობდა, რომ აი სალომე ზურაბიშვილმა, ექს-მინისტრმა საქართველოსი დაადასტურა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები იყვნენ საქართველოში, მათ ყველაფერი იცოდნენ და ამერიკელების ხელი ურევია იმაში, რაც მოხდა. ქალბატონი სალომეს გამონათქვამები არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ჩემი აზრით საწინააღმდეგო, რის უფლებაც მათ სრულად აქვს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ასე ფიქრობს, რომ საქართველოს დაიწყო ომი, ნუ შემდგომ კორექტირება მოახდინა ამ გამოთვლისა, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ მესიჯი იგივე დარჩა და ხედავთ უკვე რომ გამგებლები იმეორებენ ამ მესიჯს, მაგალითად გორის გამგებელმა გაიმეორა კამპანიის დროს, მერმა გაიმეორა ეს გზავნილი. ანუ ამ გზავნილს ქალბატონი სალომე ძალიან ხშირად ამბობდა ადრეც. ამ გზავნის შესახებ წიგნი აქვს დაწერილი, რომელიც ფრანგულ ენაზეა, მაგრამ ნუ ნათარგმნები ნანახი გვაქვს ყველას და ეს პოზიცია არის სწორედ გატარებული, რომ საქართველოზე და რუსეთზე, ანუ თანაბარი ბრალდება კი არ არის, equal blame რო ეძახიან. არამედ საქართველოს უფრო მეტად არის დადანაშაულებული, როგორც საქართველოს და ამერიკა და მისი დასავლელი პარტნიორები ერთად. ქალბატონი სალომე თulis, რომ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ევროკავშირი და ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ნატო
ეს სახიფათო გახდება თუ ის მოიპოვებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტს. ეს როცა ის რიგითი მოქალაქეა, ან თუნდაც დეპუტატია. ანუ რა 150 აზრი შეიძლება არსებობს. თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ანუ რა გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ქართული ხალხი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ ქვეყანაში არჩევნების გზით, ასე ფიქრობს? ქალბატონი სალომე თუ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ეს იქნება ძალიან ცუდი ამ ქვეყნისთვის. ძალიან ცუდი იქნება ამ ქვეყნისთვის. რატომ? მე ვიცი, რამდენი ფაქტორი მუშაობს იმისათვის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ასე ვთქვათ, წინ წავიდეს, უკვე ვილაპარაკეთ. ადმინისტრაციულ რესურსზე, გამგეობები, აიპები, სიპები, ყველაფერი ჩართულია ხა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ეყოფა სალომე ზურაბიშვილს ქართული ოცნების ძალიან ფინანსური ოპტიმიზმის საფუძველს. იმიტომ რომ პრინციპში და პრინციპულად ქართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოსული გზავნილებით კანდიდატმა ვერ უნდა მოიპოვოს უმრავლესობა. მე ასე ვთვლი, მე ასეთი იმედი მაქვს, ასეთი შეხედულება მაქვს ქართულ საზოგადოებაზე. ასე ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ისრაელში მაგალითად ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ 6 დღიანი ომში არის დამნაშავე ისრაელი და მან დაიწყო ან იანკი პურის არ უთქვამს რომ დამნაშავე საქართველოა ეს არასწორი ინტერპრეტაციაა თავის ქვეყანას დაადანაშაულებს პარტნიორებთან ერთად ან მაგალითად ეს საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატი რომელიც იძახესო მე საერთოდ ვერ ხედავ რა გვინდა ჩვენ ამერიკული შეერაღება და რა გვინდა უსაფრთხოების საკითხებში ამერიკასთან თანამშრომლობა რა გვინდა ამერიკული წვრთნები როცა ის ამას ვერ ხედავს, როცა ის ვერ ხედავს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უნიშნულოვანეს საკითხებს, როცა ის ვერ ხედავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, არაღიარების პოლიტიკისთვის, დიახაც რეინტეგრაციისთვის, მოლაპარაკებების წარმოებისთვის, ქართულმა ოცნებამ რატომ შეარჩია, უბრალოდ რატომ დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს. აი მართალი გითხრათ, არა მაქვს პასუხი და მაინტერესებს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას შეიძლება ბევრად უკეთესი კანდიდატის გამოყვანა. თქიანად ეს პოლიტიკური პარტია ხა ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტები ვართ, ხო, არ მომწონს მე არც ხელისუფლება მთავრობა, მაგრამ კარგი ხალხი არის, ხო, ბევრად უკეთესია. სალომეზე ბევრად უკეთესი კანდიდატები მე შემიძლია დაგესახელოთ ეხა ბევრი. იგივე ქართული ოცნებიდან, ქართული ოცნებისვე ამოცანებიდან გამოვიდა. კი ბატონო, ქალბატონი ირმას თუ აქვს ამაზე პასუხი, ეს მაინტერესებს და შემდეგ ჯაბა ჯიშკარიანი დაგვპირდა რომ ოპოზიციის კანდიდატებზე აქვს კიდევ რაღაც სათქმელი, მას შემდეგ რაც ირმა დავამატებ იმას, რომ ეხლა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების ამოცანაც არის გაერთიანდეს და ადამიანი, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილებით არის საერთაშორისო პოლიტიკაში ცნობილი და ადამიანი, რომელსაც მოწმეთ მოყავთ ლავროვს ან პუტინს საქართველოს საწინააღმდეგო გამოსვლებში, ეს ადამიანს არ მიანიჭონ უმაღლესი პოსტი საქართველოში და თავარსარდლის პოსტი. ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და იმედი მაქვს, რომ ქართული ხალხი ამას არ დაუსწრებს. აი, იმავე შეკითხვას გავუშვი. ერთი შეკითხვა მეც მაქვს, თუ შეიძლება. ხო, მაგრამ იმაში მეთანხმებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მონაწილე ტერიტორიების დაკარგვაში? ასე მონაწილე ტერიტორიის დაკარგვაში. ანუ ხელისუფლებაში ხო არ ყოფილა მაშინ, მანამდე ხო თქო. ანუ ბევრი სოფელი რო დაკარგეთ ამას. სანამ პირდაპირ საქართველოზე სამხედრო თავდასხმა საქართველოზე რომ მოხდა სალომე მინისტრი აღარ იყო. ხო, ანუ არ არის მონაწილე. არ იყო მინისტრის საქართველოს თავდასხმა. მოდი უთხრათ ერთად მაყურებელს. ანუ იგივეს ამბობთ რომ ჩვენ დავუწყეთ ომი, იგივეს ამბობთ ფასით ომი და დავკარგეთ ტერიტორია. ჩვენ არ ვამბობთ რომ თქვენ. აბა რას ამბობთ? გითხარით, რას ამბობთ აბა? უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ დაკარგა ყირი ნიგეკით. არა, გითხარით, კითხვაზე გავიგეთ. უკრაინის მთავრობამ დაკარგა ყირი. ჯობია რომ იმ ლუგანსკი, დონბასი, უკრაინის ხელისუფლება გავს. იმიტომ რომ თქვენი სასაცილოა როგორც იქნება. თქვენ მიეცით საშუალება მათ განეხორციელებას. იგივეს ამბობთ, რასაც სალომე. ანუ იგივეს ამბობთ, როგორც იგივეს ამბობთ. მაშინ აი რაში ქართული ოცნების ნაწილმა ხელი მოწერილი ამ აღიარებაში. ქართული ოცნების ნაწილმა შეცვალა თქვენი განცხადებები. ბატონო ძველში დარჩა და საქართველოა დავნაშავე. დავაკონკრეტოთ. პროვოკაციაში რომელმაც დააკარგინა საქართველოს. დავაკონკრეტოთ ეს საკითხი. ძველში ხარ დარჩენილი ბატონო ჯაბა. ბატონო დავაკონკრეტოთ. კი ახლავე თუ შეიძლება ბატონო ჯაბა. განცხადებებთან ბაქრაძემ ახალძემ შეცვალა მესეჯ ბოქსი იმის ვერ სპანერებს აპარაკო. გასაკალბატონი ირმასტურა, მაგრამ ეს დავაკონკრეტოთ თუ შეიძლება. რაში მდგომარეობს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების შეცდომა და განცხადებიან განცხადებას გავაკეთე. სალომეს პირველ განცხადებას აპარაკა. ბატონი, მე მინდა საზოგადოებას სწორად იცოდეს. ევრონაცები, ანუ ევროპული საქართველო არის გამოყოფილი ნაცმოძრაობა წყალებში, რა თქმა უნდა. რომელმაც შემდეგ გააკეთეს რაღაც ახალი პოლიტიკური პარტია და მათი კანდიდატი არა ვაშაძე, არამედ დავით ბაქრაძე. ომზე ვსაუბრობდა, არ შემიძლია უბრალოდ დავთქვა. ეს ის დავით ბაქრაძეა, რომელმაც ომის დროს მოგიწოდათ ჩანგლებით და გვაჩვენეთ ერთი წუთი, გვაჩვენეთ.
ეს არიან იმ პარტიის წარმომადგენლები. ეს არის რომელი ბატონჯობა დააკარგათ იცით. თულმა ხელისუფლება. როგორ ბრიფინგი არის? მიატოვა სახელმწიფო სახელმწიფო ინსტიტუტები და იდგნენ წითელ ხითან რიგში. გასაგებია. ქალბატონი ირმა დაასრულებს საქმეს. ეს ადამიანები ეს დავით დაუძარის. არა, ნამდვილად. ეს არის პროპაგანდისტული ლეგენდები, რომელიც შეიძლება ძალებმა ირმა შეიძლება არა ითქვა ხამზე გისმენთ ქალბატონი დაასრულებს გისმენთ ქალბატონი. დიდი მადლობა. ნუ აიჭერეთ ჩემოგარ დიდი მადლობა. მოდი დავასრულებ ქალბატონი. ეს როგორ არის ტყუილი? მე შეიძლება გულზე მოხდეს სამართლიანი პოლიტიკა მარა. ადროვე თქვენივე თანაპარტიელს შეიძლება ადროვეთ. საათებით ბატონჯობა, უკაცრავად თუ შეიძლება საათებით ვერაფერს ვერ მეტყვით. მე არ მიყვარს ხოლმე ჩემს პირად საქმეებზე საუბარი, მაგრამ ჩემი შვილი პირადად იყო 25 დღის და მე და ვახო ერთად მუშაობდით. 25 დღის იყო ჩემი შვილი ომი რომ დაიწყო და მე ავდექი საწოლიდან და მივედი სამსახურში. და იმ სამსახურში. სად მუშაობდით უკაცრავად? ბოდიში არ გამოწყვეტინოთ. არა, სად მუშაობდით? რუსთავი 2-ში. ანუ თქვენ არ იყავით საქართველოს ხელისუფლება. მე საქართველოს ხელისუფლებაზე ვსაუბრობ. ეხლა თქვენ აიჭერეთ. მე ვარ იმ ხელისუფლების ერთი ადამიანი შეგვიძლია ვთქვათ ვის წავიდა წითელ ხიდზე იყო ერთი ადამიანი პარლამენტში. ერთი აი გავაკეთეთ ხვალ ერთად მეუსმოთ ბრიფინგი, ოღონდ ჩემ გვერდში დადექით. საკუთარ ბატონო ეს არის ტყუი. და ბატონ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით. გავაკეთოთ ერთობლივი განცხადებები. კარგი. წითელი ხიდის სიას გამოვაქვეყნოთ. კი ბატონო, ყველა იმ ადამიანის ეგ ყველა პროპაგანდისტული საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არ დროებოდა. ჩამორჩით ეგ ხილებულია. ეგ ხილებულია. თქვენ ჩამორჩით, გამოტოვეთ ბოლო წელიწად და ორი წლის ხორცია. ეგ ხილია, ყველა მიცის უკვე თქვენ გარდა. დრო მიდის ბატონებო. დრო მიდის და განაჩანგალი, ეგ ყველა ბატონგოკა. პროპაგანდა დირაშუს ქონდა. დავით ბაქრაძეს არ გაუკეთებია ეს განცხადება. არა, იტყუებით მეთქი. განცხადება არ გაუკეთებია. დანაჩანგალო დანები ჩანგლები არ გაუკეთებია. არ გაუკეთებია. რატო გავაკეთეთ ჩვენ ომიდან 10 დღეში აქცია დავით ბაქრაძეს რატო მივიტანეთ თოხები და ბარები? გადაცემა რომ გავთავი. ერთად შევხედოთ იმის. ეგ კადრი ნაცხვეთი გავუშვით. ერთად შევხედოთ იმის ფინკს კი და. ამოვიღოთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო. კარგი, ხოვთ, უკაცრავად, რაც შეეხება აღარ დაუბრუნდებით დიდათ ამ გაქცევის თემას, თქვენ როცა გინდათ კვლელი ვარ და ხელისუფლების ნაწილი ვარ, მაგრამ როცა გევზოელის და როცა გინდ გეუბნებით რომ 25 დღის შვილი დავტოვე და წავედი და იმ შენობაში ვიჯექი, სადაც რომელსაც დაებომბათ, მაშინ რა შუაში ვარ, ხო, იმ ხელისუფლების ნაწილი არა ვარ. რაც შეეხება ეს ამ ნაწილს მეტი არ ღირს ამაზე გაგრძელება და მართლა როგორ სადაც გინდათ ის ჩავატაროთ ერთად ბრიფინგი და გავიაროთ ეს ადამიანები და ალბათ ერთხელ და სამუდამოდ საჭიროა რომ ჩვენ ამაზე სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში და ეს საკითხი დავაყენოთ. არ გამოწყვეტინოთ, თქვენ დაამთავრეთ კამერაზე მუშაობდით და ვინახეთ ახლა. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, როდესაც ამართლებთ სალომე ზურაბიშვილს, არის საკითხები, რომელიც რაჭის გასამყონებელი უთხარით. ბატონჯობა, მოითმინეთ. გისმენთ. ცდილობა გამოიჩინეთ რომ ვაპარაკოთ. აუ, ცდილობაზე სასაცილოა თქვენ როგორ საუბრობთ. რატო რა გეუბნელეთ? ცოტა დრო დაგჭირდა ამ ტიპის დისკუსია. საუბრობ და მოგვიყვარს მაცალეთ გქონდა. ჯობია არგუმენტებს მოусმინოთ. არგუმენტები რაც შეეხება, მე შეგახსენებთ რომ თავიდან, როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წარდგენა იყო ბატონ ზაზას ემახსოვრება კარგად და მან თქვა რომ ომის დაიწყო საქართველოს. ეს ფრაზა თქვა ბატონმა სალომემ და ზუსტად მეორე დღეს გამოვიდა ბატონი კობახიძე, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა რომ ქართული ოცნება არ იზიარებს ამ პოზიციას სალომე ზურაბიშვილს, ყველამ შეგვიძლია ეს ბრიფინგი გავიხსენოთ. მე როდესაც ვხვდენ რომ ბატონი ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს არ შეუცვლი და გადაეწყნენ იმ მესიჯ ბოქსზე, რომელზეც ახლა გადაეწყნენ, რაც არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს. დავით ბაქრაძის კანდიდატურის მიმართ თქვენი გააფთრება აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ არ ჩარჩნენ ადამიანები აი ამ სიძულვილის ენაში. დავით ბაქრაძე არის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ არ იქნება რევანში. დავით ბაქრაძეს აქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა სტუდენტებთან დაკავშირებით, პენსიონერებთან დაკავშირებით, დევნილებთან დაკავშირებით, ასევე ემიგრანტებთან დაკავშირებით. ის არის ორიენტირებული მომავალზე და საუბრობს მომავალზე. და რაც შეეხება თქვათ ამ რაღაც ჩანგლებს თუ თოხებს თუ რაღაც ბატონჯობა, მე მზად ვარ რომ მივხვდეთ იმისა, რომ ძალიან გვიანია თუ ახლავე მოძებნით, ალბათ ვახოს თხოვრო, დაგვითმოს დრო და გვაჩვენეთ ეს, სადაც ბაქრაძე ამ ფრაზას ამბობს, გემუდარებით მაჩვენეთ. თუ ეხლა ვერ მაჩვენებ, დავრჩეთ მე და თქვენ და ერთად ჩავხედოთ და თუ იპოვით
მოვალ ხოლმე და ბოდიშს მოგიხ. შეიძლება. კარგი, ბატონო, ისე ბატონ ჯაბა 10 დღის შემდეგ გავმართეთო, აი თქვენ მოგმართავდათ გაბატონი, ეხლა ვეგარდეთ, თან 10 დღის შემდეგ გავმართეთო დავით ბაქრაძის სახლთან აქციაო. და ასეთი განცხადება არ არსებობსო. აი დავრჩეთ ერთად და ვნახოთ. აი მე თქვენთან ერთად დავრჩები და ვნახოთ. მახსოვს 10 დღის მერე დაახლოებით. თქვენ გახსოვთ თუ სადმე იყო? დავით ბაქრაძის სახლთან გავაკეთეთ ეს ორგანიზებული აქცია, სადაც მივიტანეთ თოხები და ბარები. ამის კადრებიც არსებობს, როგორ მივიტანეთ. რას ვითხოვთ? ეგ თქვენ რომ მიიტანეთ ის კადრებია, ბაქრაძემ რო თქვა ეს კადრები კი არ არის. განსხვავება ინტერნეტიდან მოვიპოვეთ, მაგალითად განმერივოთ, ვიპოვეთ, არ არის პრობლემა. ვანახეთ ამას საზოგადოებას და მე გირდებით. სია ინტერნეტში რაღაცებს რო დებს და შლის მე არა ვარ. აგერიათ კიდე აიჭერეთ ეხლა როგორ ჩემს ხელისუფლებაში ყოფნა. არა, ხალბატონებმა ერთი წუთით რა თუ შეიძლება ნუ გამოდიხოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ძალიან მალე დასრულდება, ძალიან მალე დასრულდება ის სრული პროპაგანდა, რომელსაც ცდილობთ რაღაცა შეფუთოთ და ის რაც თქვენ აკეთებდით წლების განმავლობაში, ეხლა ეთყობა გელანდება და გონიათ და ვერ წარმოგიდგენიათ, რატო არ ვაკეთებთ ჩვენ ამას, იგივე ამომრჩეველზე ზეწოლა, რაზეც საუბრობდით საარჩევნო გარემოზე, იგივე გატაცებებზე ადამიანს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, აი, გეუბნებით, რომ ეს არის თითქოს გამოწვეული, ეს ხო თქვენი მოგონილია. მოკლედ, დანაჩანგლების განცხადება ან არსებობს ან არ ციფრულ სამყაროში ვერ გაქრება. ეხლა აგიცინაცია. ეხლა რაშია საქმე აგიც. დამთავრებინეთ 9 წელი. ბაქრაძე არ არის, ეს არის რეალობა, რომელიც რეალობა, 9 წელი. ბაქრაძემ გააკეთა განცხადება, სადაც სიტყვით ამბობს შემდეგს. ყველა თქვენს არსებული საშუალებით წინააღმდეგობა გამოწესოთ. ეს არის განცხადება, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე უბრალოდ დანაჩანგლების ამბავი არ იყო ამას გეუბნები. ამას ქვია ფსიქოლოგიაში, ბატონზას რო იცით, ქვია მანდელას ეფექტი. ცნობილი ამბავი არის მანდელას ეფექტი. იმდენად ბევრჯერ გაქვთ მე თქვენ ერთმანეთში ნათქვამი. ბაქრაძემ თქვა დანაჩანგალი, მართლა გიჟერეთ. მე დავწუნო ბატონ ჯაბას მართლა ჯერასო ეს ნახე. ჯერა ნანახი მაქვს. თუ შეიძლება მეორეს გადახსენო. ერთი ბატონო მართლა გაჩვენეთ. ბოდი შეგაწევერმა. ეხა ადამიანს თვალი ამოთხარეთ. ჩიკაგოს ქუჩის მუშრობის სამინისტროს წინ და ბაქრაძე მიცით რა თქვა? მე იმ ხელისუფლების ნაწილი არ ვიყავი და გავიწყდათ ბატონო. მე ხო არ ვიყავი იმ ხელისუფლების ნაწილი. ეხა. არა, ეხა ხო არ ვიყავი, როცა გიყვებოდით რომ სამსახურში წავედით ხო? მე ხო იღებთ ამ შეიძლება ეს აგვიხსენე რა. რას ნიშნავს ადამიანს თვალი ამოთხარეთ და წუწაობდა სანოძოდ. ესეც არ თქვა. ეხლა გეუბნებით უბრუნდები იმ საკითხს მე მინდა კიდევ საზოგადოებას თუ შეიძლება გოკა განმარტებას გავაკეთებ ორი საკითხს რომელზეც ვაპარაკოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ აბსოლუტურად სკანდალური და საზოგადოების მიუღებელი თემების გადაფარვა რაღაცა მომენტში განიზახეს იმითი რომ აი ბაქრაძეს ესე და ეს თქვა. ჯერ ესეთი შედარება იმისი რომ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ თავის ქვეყნის დაცვის დროს არაშესაბამისი სიტყვები თქვა, სადაც არ გაუკეთებია, არ უთხოვს. ამის შედარება იმასთან რომ უბრალოდ ადამიანი წავიდეს და მეორე მხარეს დადგეს და იგივე განცხადებები აკეთოს, რასაც ლავროვი აკეთებს, პუტინი აკეთებს, კასაჩოვი აკეთებს, ანუ თქვენთვის მეორე მხარეს დგას სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გამოიყენება ვიმეორებ. მეორე ქვეყნის პროპაგანდაში, ანუ პუტინი თავის პრესკონფერენციებზე ლაპარაკობდა. ჩემი თუ არ გჯერათ, ნახეთ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება ამერიკელ პრეზიდენტზე. გავიგეთ, ახლა ჩემი თუ არ გჯერათ, ომი ვინ დაიწყო, ლავროვი ამბობდა ევროსაბჭოში, ნახეთ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება. გასაგებია ბატონ გოკა, მოდი ბატონ ზაზას სტრასბურგში და ჰააგაში წარდგენილ დოკუმენტებში, რუსული მხარისგან წარდგენილ დოკუმენტებში, სალომე ზურაბიშვილის წიგნის ციტატები არის შეტანილი, როგორც მტკიცებულება რუსული პოზიციის გასამაგრებლად. მოვისმინოთ ბატონ ზაზას. ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გადაფარვა ეხა იმითი რომ აბა ეხა თქვენ უფრო ცუდი ბიჭები ხართ ეხა. კონკრეტულად ბატონ ზაზას ვეკითხებოდით ამ ორ ციტატას რითი ამართლებოდა. იფიქრა ადამიანი 30 წამი და ვერაფრით ვერ როგორ გეგადრებია? იმიტომ რომ ვერ გაამართლა. წვედა გაქვთ ხო? არ მართლდება ეგა. აქ ხართ ახლა? ირაკლი ყობახიძემ სწორი იყო ირმა როცა გაიხსენა. ირაკლი ყობახიძემ უარყო მისი განცხადება თქვა რომ არ ვიზიარებო. იგივე გააკეთეს უმრავლესობის თქვენი უმრავლესობის სხვადასხვა წევრებმა გამოვიდა და თქვენს რომ არასდროს ითხოვს სალომე მოდი დავიწყოთ როგორც კი გაიგო რომ მაინც თქვენი კანდიდატი უნდა იყოს ის ინტუიტივე გადააწყდა სალაპარაკო მოდი დავიწყოთ ბაქრაძით ბატონო გოკა და ეს არისტოფანეს კომედიებს შეშურდებოდა ეს კომიკური პასაჟი რომელიც თქვენ თქვით ახლა ბატონი ბაქრაძის მიმართ რომ ეს არის მომავლის და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსი ადამიანი რომელიც დეკლარირებს და ამბობს რომ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება და მერაბიშვილის დახალაიების შეწყალება არის მისი მთავარი ამოცანა. ეს არის მომავლის პოლიტიკა, ამას თავაზობ თქვენ ხალხს. ტერორს, კვლელობებს, გვამების შეკვეთას, ეს არის მომავლის პოლიტიკა. ასე რომ წარმოგიდგენიათ თქვენ მომავლის პოლიტიკა, ამიტომ გამოგიტანთ ვერდიქტს მათ შორის ამარჩევნების საზოგადოებაში. ეხლა მეორე საკითხი. რა შეიძლება ზოგადად ბატონ ვაშაძეს და ბატონ ბაქრაძეს. რა მომავალს სალომეზე დაამთავრეთ ლაპარაკი. ბატონი ვაშაძე და ბატონი ბაქრაძე ასახიერებენ ყველაზე უფრო ღრმა წარსულს, ყველაზე უფრო
მძიმე წარსულს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, იმიტომ რომ ერთის და მეორეს საარჩევნო კამპანია ერთადერთ რამეს უკავშირდება, რომ მათ მოიპოვონ ეს ინსტრუმენტი, შეწყალების ინსტრუმენტი სააკაშვილების, მერაბიშვილების და სხვათა პოლიტიკაში დასაბრუნებლად. არავით არის საპროგრამო სიტყვა, არავით არის რაღაცა განვითარებაზე ორიენტირებული კონცეფცია, ჩვენ მათგან არ მოგვისმენიათ. კეპნა ერთი ყურადღებით უსმენთ თქვენ პოლიტიკურობებს. ასე რომ სიტყვა მომავალს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ასე რომ ჩემი გულწრფელი ასე ვთქვათ რჩევა, რომ გვარი ბაქრაძე და სიტყვა მომავალი ერთად აღარ ახსენოთ მომავალში. რაც შეეხება თავად იმას, რაზეც ახლა ჩვენ დისკუსია. მართლა არისტოფანე ხო არ გაიარეთ ეთერში. დისკუსია მნიშვნელოვანი. არა, ძალიან კომიკურები ვიყავთ ახლა რა მომავალი და რის ბაქრაძე თუ შეიძლება. ახლა თქვენთვის საყვარელი თემა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. თქვენთვის საყვარელი თემა რა. მესმის რომ დაგსუსხათ და ეს იყო მიზანი. ახლა რა შეეხება თქვენთვის საყვარელ თემას რა. ეს საყვარელი თემა არის სალომე ზურაბიშვილი. მესმის როცა ახლა საკუთარზე არაფერზე სალაპარაკო, იწყებს სხვაზე ლაპარაკს, როცა შენი ცხოვრება არა გაქვს, იწყებს სხვაზე ლაპარაკს, ბუნებრივია და თქვენ ამ საარჩევნო კამპანიაში თქვენი ცხოვრება არა გაქვთ, სხვისი ცხოვრები ცხოვრობთ, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე მინდა ვთქვა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი კანდიდატი და ერთპიროვნული ლიდერი ამ საარჩევნო მარათონის და მაჩონის. რა შეეხება, არ გინდათ ეს დაბიური ცინიზმი რა. ამითი დაამახსოვრეთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამით დაამახსოვრეთ ხალხს თავი ამ ცინიზმით და არ გინდათ, არ გირჩევთ. ცინის არ გირჩევთ. ეხლა რა შეეხება ამას, მე ცოტა ეხლა როცა თქვენ ლაპარაკობთ ადამიანზე რომელიც დაიბადა და გაიზარდა იმ ოჯახში, რომელმაც ქართულ ემიგრაციას პარიზში წმინდანინოს სამრევლო დაუარსა, ცოტა პატრიოტიზმზე როცა ლაპარაკობთ, მორიდებით ილაპარაკეთ. და მათ შორის მე გირჩევთ იმ წლების მის მემუარებს ჩაუკვირდეთ, წაიკითხოთ, სადაც ის ამბობს, ის ოცნებობს საქართველოს გაძლიერებაზე და შემდგომი წლების, ასე ვთქვათ, მის ნაღვაწზე. მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მე კარგად ვიცი, როგორი პრეზიდენტი სჭირდება საპარლამენტო კლასიკური გაგების საპარლამენტო რესპუბლიკას. ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელსაც შესაძლოა უნარი, უზრუნველყოს წონასწორობა, უზრუნველყოს სტაბილურობა, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სივრცე კავშირების საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან პლუს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოვიდეს აუცილებლად. შეიძლება რომ პრეზიდენტმა ეს სივრცე და ეს კავშირები შექმნას, მაგრამ ჩვენთვის ამომრჩევლებისთვის არის უდიდესი პრივილეგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა და შანსი ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობს საერთაშორისო საზოგადოება და ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე გაიცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. აბსოლუტურად გამორიცხავთ იმას, რაც მოხდა მარგველაშვილის შემთხვევაში. როგორი გულისხმობ იმას, რომ მოხდათ უთხარით ქართულ ხალხს, რომ ეს უნდა აირჩიოთ პრეზიდენტად და შემდეგ უთხარით ხალხს, რომ ეს პრეზიდენტი არ მოგწონს. განსხვავებული ხასიათი. რაიმებს გავს გამორიცხავთ სალომეს შემთხვევაში. ესე იგი, პრაქტიკულად ერთი ხელის თითების კი არ დამჭირდება, საერთოდ პრაქტიკულად არ არსებობს ბატონ მარგველაშვილსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. ეს თავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი მიდგომა არის გაცილებით ღრმა და სერიოზული და ამას როდის მიხვდით ბატონ ზაზა? ამას სულს უმარგებს კომპეტენცია სალომე ზურაბიშვილის, იმიტომ რომ ამას მივხვდით ყველანი ერთად მთელი საზოგადოება. იმიტომ რომ ამოცანა სამწუხაროდ აი ამ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არ და ვერ ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. საპრეზიდენტო ვადა ის იყო დაწესებული, თუნდა როცა უკვე აღარ მოგწონს. ჩვენი ამოცანა არის, რომ მომავალ პრეზიდენტმა შექმნას საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ტრადიცია. და ამას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. კარგით, რეპლიკების დრო დაგვრჩა მხოლოდ ვასრულებ ჩვენს გადაცემას. ბატონი ზაზა გამაუწყეს მე ცინიზმზე საუბრობდა და ეხა ის პირადა რომელიც წაიკითხა ძალიან ცინიკური იყო საზოგადოების მიმართ. ეხლა ივანიშვილმა თავის დროზე შეარჩია მარგველაშვილი ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ. ის იყო მის მიერ მხარდაჭერილი, მისი კამპანია ჩაატარა ქართული ოცნების პრეზიდენტი გაიყვანეს. მერე გაირკვა ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, აი რო არ იმსახურებს ნამდვილად, ისეთი ეპითეტებით. უცოდინარი, უპრინციპო, არაფრის გამკეთებელი, რავი, რეები არ უძახეს იგივე ქართულ მოცნებამ, რომელსაც პრეზიდენტი გაიყვანა. მერე იყო ნარმანია იყო და დაასახელა ივანიშვილმა და ეხლა თქვენ ხედავთ როგორ იხსენიებენ მას ეხლანდელი ასე ვთქვათ ქართული ოცნების წარმომადგენლები თბილისში. კვირიკაშვილი არის და იუნისეფის კვლევას გაგახსენებთ და კაცი გააგდეს ეკონომიკა ჩამოგიშლიაო და ის ანეკდოტი მახსენდება არც გამომდის და ვერც ვეშვებიო. ანუ ირჩევთ კანდიდატს, რომელიც ერთი წლის მერე ხდება თქვენთვისვე, იმდენად მიუღებელი. თქვენი მისამართი. იმდენად მიუღებელი ხდება ხოლმე თქვენთვისვე, მე ისერჩეული კანდიდატები. კარგით. სალომე ზურაბიშვილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის გამოცდილება სალომე ზურაბიშვილს თქვენ არ გეკნებათ ნამდვილად, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ესეთი პრეზიდენტი იქნება თუ ისეთი, ეს ვერასოდეს ვერ გაირკვევა, იმიტომ რომ დაწვრილებული ის არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ არ მოგწინდა. მესმა დაიფაროს და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი
გახდეს. ნახავთ მაგას. მარგველაშვილი მონაგონი იქნება ეს წელიწადში ისეთ დღეში. მაგას ვერ ნახავთ ორ კვირაში. ზურაბიშვილზე მონაგონი იქნება ორ კვირაში ვნახავთ. გასაგებია დრო აღარ დარჩა თითქმის გალბატონი ირმა ბატონი ჯაბა და დავასრულებთ ამ დისკუსიას. მე უბრალოდ მინდა რომ ვისაუბრო ისევ ჩვენს კანდიდატზე. დავით ბაქრაძე არის მართლაც ერთადერთი კანდიდატი ამ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომელმაც კონკრეტული წინადადებები შესთავაზა ამ ურჩეველს და რაც არ უნდა მოსწონდეს ეს ბატონ ზაზა გაბუნიას არის ზუსტად კონკრეტული წინადადებები. ძალიან მნიშვნელოვანი რომ თავისი საპრეზიდენტო ფონდის ნახევარზე მეც მოახმარს იმას, რომ სტუდენტებმა შეძლონ უცხოეთში სწავლის გაგრძელება, იმუშავებს ინვესტიციების მოზიდვაზე და რაც მთავარია, იცით რა მხელა პროგრამა, რა რაოდენობით ემიგრაციაში წასული ქართველი ყავს ამ საქართველოს და შესაბამისად მათთვის ლეგალური სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს ამ არჩევნებში გამარჯვება და მთელმა ოპოზიციამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ მეორე ტურში გაერთიანდეს და მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატურას, ვინც იქნება ოპოზიციის წარმოადგენელი. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიზანი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ამ ადამიანების მიზანი არის, რომ მათი პრეზიდენტი გახდეს, მათი გუნდის წარმომადგენელი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, რომ შემდეგ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები, კოხტაკოდუები და მსგავსი ადამიანები. მე მინდა ვთქვა, ჩვენი კანდიდატისგან განსხვავებით, მათი კანდიდატი ერთი არის. მესამე ბრალდებას გიყენებთ, ბრალდება თუ შეიძლება ჩაითვალოს და საზოგადოებას მინდა გავახსენო, ავტორი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ყოფილი იმ კანონ პროექტისა, სადაც მუხლი მძიმე დანაშაული შეიცვალა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რის შემდეგ მაშინდელ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეძლებოდა შეწყალება გირგულიანი მსკვლელებისა. ამასაც უარყოთ ბატონო გოკა? მე მგონი ამაშიც მეთანხმებით. მახსოვს მაშინ, როდესაც ეს მუხლი იცვლებოდა, ზარზე იმით მიიღეთ და ტაშით უსმენდით ტაშის სახელით მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ რა თქმა უნდა ტაშით ელოდებოდით ახალგაზრდა ბიჭის მკვლელებს როგორ დატოვებდნენ ისინი საპრობილეებს. თქვენი კანდიდატი არის მეორე, თუ შეიძლება. თქვენი მეორე კანდიდატი არის კატების მანდატიანი ჩეკისტი, რომელმაც საომარი მოქმედებების დროის შემდეგ თქვენ ნახევარში თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. ეს არის გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც აქვს რუსეთის კგბ-ის სკოლა დამთავრებული და მართლაც არის კგბ-ის ჩეკისტი და ეს ყველაფერი გინდათ შეფუთოთ და გადმოგვაბრალოთ ჩვენ და ჩვენს კანდიდატს. დიდი მადლობა. გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. მეტი დრო აღარ გვაქვს ბატონზაზა. ძალიან მოკლედ. ადამიანის თვალის ამოთხრის შემდეგ გაკეთებული განცხადება. მაშინ მე შევეცდები თუ რეპლიკისთვის ვაძლევ. რეპლიკისთვის მხოლოდ. მე ვასწავლისის ესე ძა. კარგი, დიდი მადლობა. დავამთავრე ბატონზაზა, თუ შეიძლება. აღარა გვაქვს დრო, ვეღარ გადავაცილებ. თუ არ გინდათ, რომ ამ ადამიანებმა კიდე ბევრი ილაპარაკონ ძალადობაზე. კიდე მოახდინონ სიცრუის ტირაჟირება. კიდევ გითხრათ რატომ აირჩიეთ კოჰაბიტაცია. ყველანი მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს. რომ ნაკლები პროცენტი მიიღონ, რა თქმა უნდა, ბატონმა დავით ბაქრაძემ და ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ და კიდევ ერთხელ ვანახოთ თელმა საზოგადოებამ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან მადლობა. ერთი ფრაზა ორი ფრაზა. მადლობა, ბატონ ჯაბა. არ უნდა დაპირისპირებოდეს. ვერ გავაგრძელებ დისკუსიას, დრო ამოგვეწევა. უნდა მოვიდენ და მხარი დაუჭირო დავით ბაქრაძე. ძალიან სალომე ზურაბიშვილი არის ქართული ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგო კანდიდატი და მას არც ერთი პატიოსანი წახა. ეგან ძალიან ესე რიხით რო საუბრობდა ბატონი გოკა რომ აი ეს ვიდეო არ არსებობს როგორ შენ წაშალეთ ისევე როგორც სანოძის ვიდეო წაშალეთ შინაგან საქმე სამიწოს აივნიდან წყალს რო ასხამდა ხალხს. ეს ერთი რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ჩვენ ვაპარაკობთ მეგობრებო სახელმწიფოზე. სახელმწიფოს პრეზიდენტზე და სალომე ზურაბიშვილთან შედარებით მთელი მისი შესაძლებლობების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ბატონი ბაქრაძე არის სტაჟიორი მასთან შედარებით. ასე რომ ის არჩევანი რაც უნდა გააკეთოს მოსახლეობამ გააკეთებს ამ არჩევანს და საქართველოს შეუქცევადად გააგრძელებს განვითარების გზას. კანდიდატი რომელსაც არ აქვს ხელისუფლების ხარდაჭერა და თვითონ აქვს თავის ენერგიით ჩვენი ხარდაჭერა აქვს 5 მილიონ ლარს. მადლობა რომ გაიგეთ ეს. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობით. რეკლამით სტუმრებს ვემშვიდობებით. სტუმრებს ზაზა გაბუნია გოკა გაბაშვილი და ივან ადრიაშვილი პირველი სტუმრები. არა, ჯერ არ გათიშულა, მაგრამ უნდა დავასრულო. ხალბატონერმა ორივესთან.
ბატონი დავით კეზერაშვილი თქვენ გაფინანსებთ თუ არა კიდევ ერთხელ როუთ მარტეს საზოგადოებას? არ გაფინანსებთ? აბა ეს ოქუაშვილი რო ამბობს რაღაც ჩანაწერში რომ იქაც ანუ ოქუაშვილის ნახევარი უნდა დავიჯერო და ნახევარი არ უნდა დავიჯერო. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, სტუმრებს ვემშვიდობებით, წამყვანები დაგიბრუნდებით და მოგიყვებით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ და ასევე საბას დაჯილდოების ცერემონიალზე. რამდენიმე პირველი ეთერში იხილავთ, ამაზე უფრო დეტალურად რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მოგიყვებით. ჩვენ მედალევანი ორნი დღეს ვართ, იმიტომ რომ ნინო ჟიჟილაშვილი იმყოფება გერმანიაში და ამ ყველაფერს აშუქებს. ასე რომ დაგველოდეთ უფრო დეტალურად მოგიყვებით ცოტა ხანში. ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ პრინციპში იმისთვის რომ სწრაფადვე დაგემშვიდობოთ, მაგრამ კარგი ამბით. დღეს საბას დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც ტელეკომპანია პირველი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში 22 საათსა და 30 წუთზე. ღონისძიება წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამის ფარგლებში იმართება, სადაც საქართველოს საპატიო სტუმრადაა წარმოდგენილი. გერმანიაში იმყოფება ჩვენი ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილიც, რომელიც საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ პირდაპირ ეთერში იმუშავებს საინტერესო სტუმრებთან ერთად. ასე რომ დარჩით ტელეკომპანია პირველზე და არ გამოტოვოთ საბა ფრანკფურტის მერიის ისტორიული შენობიდან 22 საათსა და 30 წუთზე. ცხელი პოლიტიკური დებატების შემდეგ ძალიან სასიამოვნო საღამო გელოდებათ. ძალიან სასიამოვნო საღამო გელოდებათ დღეს ჩვენს ეთერში. მედალევანი კი ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მადლობა რომ იყავით ჩვენთან. დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი.